შეუტევს ტურნირის დებიუტანტი ქუთაისის არმაზი და თავს დაიცავს ამ შემთხვევაში მარჯვნიდან მარცხნივ შეუტევს, როცა ბურთი ექნება, რა თქმა უნდა, თბილისის ლელო სარასენსი, რომელიც შეგახსენებთ, რომ მოქმედი ჩემპიონია, მოქმედი გამარჯვებული ამ გათამაშების. მთავარი მსაჯი გახლავთ შოთა თევზაძე, მას გია ამირხანაშვილი და უნისე მოგელაშვილი ეხმარებიან. ილიამ ჟავანაძე საქმეში ჩაერთვება თუ საჭირო გახდა და ტარიელ მარგველაშვილი დააკვირდება ამ შეხვედრას კომისარის რანგში. ჩვენ ბურთით ხედავთ ახლა რეზი ჯინჭველაშვილს, ის არ არის დებიუტანტი დიდი 10-ისა, არც ეროვნულ ნაკრებში თამაში ამისთვის უცხო. მოგეხსენებათ, ბაგრატი პირველად თამაშობს აღნიშნულ ტურნირზე, დაიწყო თამაში ჯინჭველაშვილმა დაარტყა შორს. აი ესე დაიწყო ეროვნული ჩემპიონატი ბაგრატისთვის და აფრასიძემ დააბრუნა უკან მოედანში, საკმაოდ კარგათაც ქარი უბერავს ახლა საკმაოდ ძლიერი ქუთაისში, თუმცა მზეც არანაკლებ მწუნვარეა. და აი ფეხით 1-2 გაცვლა დარტყმებისა და საბოლოოდ დაინიშნა დერეფანი ბაგრატის ნახევარზე ცენტრალურ ხაზთან ახლოს, თუმცა ლელოელთა სასარგებლოდ. იმას გეუბნებოდით, რომ მეორე სათადარიგო მოედანზე მიმდინარეობს ეს შეხვედრა, ამ მოედანს არ გააჩნია კომენტატორის კაბინა, ამიტომ მეც რაღაცა უჩვეულო გარემოში აღმოჩნდი, ძალიან მხიარულ სახალისო ქუთაისურ გარემაში უეცრად ინტეგრირებული. ხმალაძის დარტყმა ვნახეთ, ასეთი ტაქტიკური დარტყმა მოედნის მოგების მიზნით და მოედანი მოიგო კიდეც. ხმალაძემ მართლაც მშვენიერი დარტყმა იყო, ესეთი იუველირული, ახლოს დააგდო ბურთი კიტის ხაზთან და გადავიდა. შემდეგ კიდევ ერთ დერეფანს ვიხილავთ, ამჯერად უკვე მოაწვდიან ქუთაისლები ბურთს. გიორგი გუდავა გააკეთებს ამას, ვინაიდან ცოტა მოგვიანებით შემოვიდით ჩვენ ეთერში, ვერ მოვასწარით გაცნობა შემადგენლობების, ოდნავ შეიცვალა ის შემადგენლობები, რომლებიც წინასწარ იყო გაცხადებული, ამიტომ კორექტირების შეტანა მოგვიწევს მას შემდეგ, რაც იმ დროს, როდესაც პაუზა იქნება და ბაგრატზეც შემდეგ ვისაუბრებთ ამ დებიუტანტ გუნდზე. მოიგეს ბაგრატელებმა თავისი პირველი აუტი უმაღლეს ლიგაში. და გივი ლოსაბერიძეს გამოაქვს ბურთი ჯინჭველაშვილისთვის. ჯინჭველაშვილის დარტყმა პირდაპირ ხელში უვარდება ხეცოიძეს და გარემარს მოაქვს შეტევა. შემდეგ ბარკალაია. ხმალაძე ომატას იჩქარეს, წავიდა თვითონვე, გაატანა კვესელაძეს, კვესელაძემ წაიწია წინ თავისი მძლავრი კონტაქტით და არ აყოვნებს შეტევას აფრასიძე. იქვე დაარტყა ერთმა მორკინალმა, შემდეგ ხმალაძე ძალიან ენერგიულად შეუტიეს ლელოელებმა, თუმცა არანაკლებ დაუხდნენ ქუთაისლები. ისევ ხმალაძეა ბურთით, კარგად აკონტროლებს თამაშს. და აქ რაღაცა მოხდა, მე მგონი დაუვარდათ ბურთი წინ ლელოელებს, თუმცა ენერგიული შეტევა კი წამოიწყეს. კარგი შეტევა იყო ხმალაძე, როგორც ჩანს, ძველებურად, როგორც მას ჩვევია, მოქოქავს თავის გუნდს დღევანდელ შეხვედრაშიც და დღევანდელ, კი არა და წლევანდელ გათამაშებაშიც. ის არის მუდმივად ბურთის, ასეც უნდა იყოს 10 ნომრის საქმე. ზუსტად ესაა, რომ ბურთის სიახლოვეს იყოს და ეს პირველი ბურთები სწორედ მან მიიღოს და მიცეს შეტევას მიმართულება. გიორგი გუდავა ისევ ბურთით ხელში. აიწყო ცრუ მოძრაობები დერეფანში. ისევ მშვენივრად მოიგო ზვიად გუდაძემ. გუდავა გუდაძის ტანდემი, როგორც ჩანს, კარგად არის დამუშავებული ბაგრატში. სურგულაძე ცდილობს ბურთის დაუფლებას და მე მგონი ვერ ახერხებს. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს ამ წერტილიდან და ჯინჭველაშვილი ისევ განმუხტავს სიტუაციას იმით, რომ დაარტყავს ბურთს, რაც შეიძლება შორს, თუმცა არც ძალიან შორს ისარგებლეს ამ უფლებით ლელოელებმა და კარგი ბოჭვა გააკეთა ახლა დროზე ჩაკეტა ეს შეტევა ბექატორაძემ. ბექატორაძე ერთ-ერთია იმ მოთამაშეთაგან, რომელიც ქუთაისის აიანიდან გადმოვიდა წლევანდელი სეზონის დასაწყისში. აკი ხელდახელ შესანიშნავად უტევენ ლელოელები, ხეცოიძე შებოჭეს იქით 5 მეტრიან ხაზთან ახლოს და აფრასიძე მორიგ შეტევას იწყებს. ხმალაძემ გამოტოვა 1-2 კაცი, გაატანა ბურთი, საბოლოოდ ჩაუვარდა იორდანიშვილს. არა, უკაცრავად. გავაშელიშვილი იყო. ოპლა, კარგი იყო ცრუ მოძრაობები, დაიძრინა თავი ბაგრატის მოთამაშემ მეტოქისგან და შეინარჩუნა ეს ბურთი. ახლა აქ მხოლოდ ის გადარჩენიათ მასპინძლებს, მიაწოდონ ბურთი ჯინჭველაშვილს და ისიც რაც შეიძლება შორს მოიგერიებს ამ ბურთს. ასეც არის. კოიავას ჩაუვარდა ძველი გვარდიის წარმომადგენელს ლელოელთა.
ჯერჯერობით ლელო უტევს, ლელო მოახერხა ის რომ მეტოქე მიაჯაჭვა საკუთარ ნახევარს და ესეთი დაახლოებით 30 მეტრის ამპლიტუდით ხან წინ არის და ხან უკან და გიორგი ჭყოიძეს ხედავთ ახლა ბურთით ხელში. შეუტევს ლელოს არასენსი. ბუბუტეიშვილმა მოიგო, ხმალაძე წამოვიდა კვესელაძე, კარგი იყო, კვესელაძეც ახალწეულია ლელოსი. ისევ ხმალაძე არა თითქოს თვითონ მიდიოდა, მაგრამ გაატანა ბურთი თანაგუნდელს, სურგულაძეს მოუწია ცოტა უფრო მეტი ძალისხმევის დახარჯვა ამ ბურთის მოსაპოვებლად, მაგრამ როგორც ჩანს წინ თამაში დააფიქსირა შოთა თევზაძემ და დაინიშნა შერკინება ბაგრატის სასარგებლოდ. ეს მოგეხსენებათ ტურნირის სტარტია. ჯერჯერობით რა თქმა უნდა აქ პირველ რიგში ლელოს არასენსი ალაპარაკი ის არ გახსნის თავის კარტებს, ითამაშებს ალბათ შედარებით უფრო მოგძალებულად. ეს მოგძალებულადში არ გულისხმობ რა თქმა უნდა ნახევარი ძალით, არამედ თელ თავის რესურსს არ დახარჯავს სტარტზე, მით უმეტეს ტურნირის დებიუტანტთან. ხოლო ბაგრატი მოინდომებს ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ჩემი პროგნოზია რომ რა თქმა უნდა პირველი მატჩი ითამაშოს მაქსიმალურ ტონუსში, აღმაფრენით და აი ეს არის აღმაფრენის ერთ-ერთი გამოვლინება შესანიშნავად. როგორ მიესალმა გულშემატკივარი ამ არაჩვეულებრივ მიწოლას და თავადაც როგორ გაეხარდათ მასპინძლებს ეს მძლავრი მიძალება შერკინებაში მოიპოვეს ჯარიმის უფლება და განსაკუთრებით კი ხარობს და ლაღობს ლევან თხელიძე, რომელიც ასევე დაემატა ამ სეზონის დასაწყისში ბაგრატს და თითოეული გამარჯვება, თითოეული წარმატება ამ კლუბისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თავის დამკვიდრებისთვის პირველ რიგში და აი ამას აკეთებს სწორედ ახლა ქვეყნის 4 გზის ზედიზედ 4 გზის ჩემპიონთან ქუთაისის ბაგრატი. ბაგრატს ასევე ყავს აი 13 ნომრით თუ დააკვირდებით ნაცადი კაცი გიორგი ფრუიძე, ეროვნული ნაკრებისა და შარშან ქუთაისის კიდევ ერთი გუნდის აიას წევრი. კიდევ რამდენიმე აიას მოთამაშე დაემატა ბაგრატს, რითაც გაძლიერდა რა თქმა უნდა ბაგრატი. არ ვიცით როგორ მდგომარეობაშია ქუთაისი და ამას გავიგებთ ხვალ. ხვალ, როდესაც ბათუმელებს დაუხდებიან აიას მოთამაშეები. ისევე ჩვენი სტრიმის საშუალებით გექნებათ ამ თამაშის ნახვის შესაძლებლობა. ჯინჭველაშვილმა გაშალა თამაშის სწორედ ჩემგან ნახსენები ფრუიძე და მისი კარგად ნაცნობი ფინტი, რომელმაც ამჯერად არ გამოიღო შედეგი, რადგან კვესელაძე იყო გადასარევი უბრალოდ. კონტრაკი არ არის წარმატებული, რადგანაც წესების დარღვევით მოიპოვეს ბურთი ლელოელებმა. ჯინჭველაშვილი ახლა გადაწყვეტილების მიღების ფაზაშია, არა, მიღებული აქვს როგორც ჩანს უკვე გადაწყვეტილება, აქედან კარში დარტყმა ალბათ არ იქნება ძალიან ჭკვიანური, იმიტომ რომ ქარი არ არის მაინც და მაინც სტაბილური, ხან აქეთ უბერავს, ხან იქით და საკმაოდ ძლიერადაც მინდა გითხრათ. ამიტომ ალბათ სწორი გადაწყვეტილება იყო ის, რომ გაგზავნა ბურთი კიდეზე, მოიპოვა მანძილი თავისი გუნდისთვის და ახლა აქედან შეუტევენ ქუთაისლები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასე ახლოს ისინი მეტოქის ლელოსხასთან არ ყოფილან. ქუთაისის ბაგრატი უმაღლეს ლიგაში გადმოვიდა, როგორც გითხარით, წელს პირველად შარშანდელი გათამაშების წინა სეზონის შემდეგ, მოდი ასე ვთქვათ, რადგან 2 წელზე იწელება სეზონი, მოიგეს ბაგრატის მოთამაშეებმა ბურთი, არა დაკარგეს, წინ გადაუვარდათ და უპირატესობა აქვთ ლელოელებს, რომელიც გაქარტყდება მას შემდეგ, რაც დაარტყამენ ფეხს. არ დაარტყეს ფეხი, მანამდე კიდევ ერთი უფრო მძიმე დარღვევა დაფიქსირდა და ბურთი გადაეცათ ლელოელებს ჯარიმის სახით. იმას გეუბნებოდით, რომ ბაგრატი გადმოვიდა ამ სეზონში მხოლოდ პირველ მატჩს ატარებს და დებიუტანტი ამ ლიგისა, მას არასოდეს უთამაშია ასეთ გუნდს ჩემპიონატში, უმაღლეს ლიგაში, ისინი გახდნენ პირველი ლიგის გამარჯვებულები, დაამარცხეს რა ფინალურ დაპირისპირებაში დინამო, თბილისის დინამო და გახდნენ აი ძალიან სანუკვარი საგზურის მფლობელები, რის წყალობითაც დღეს ჩვენ მათ ხედავთ პირდაპირ ეთერში. თუმცა ლელო უტევს. პირველივე წუთებიდან ლელო უფრო აქტიურია, ლელოს დანაკარგზეც ვისაუბრებთ ცოტა მოგვიანებით. შემადგენლობის თვალსაზრისით, მანამდე კი შეტევას მიაუდენო თვალი ბუბუტეიშვილმა მოხსნა. აქ ალბათ ლაპარაკი შეიძლებოდა ცოტა არასწორად აგდებოდეთ, მაგრამ მე მგონი ქარმა იმოქმედა, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, ქარიც ერთ-ერთი მოთამაშეა მოედანზე. შემდეგ ქოიავაა კარგი.
ეს გახლავთ გავაშელიშვილი შეიცვალა ყოველ შემთხვევაში რაც ჩვენ გვინახავს პირველ გასულ სეზონში ცენტრების კომბინაცია ლელოს სარასენსის შემადგენლობაში ის არის შეცვლილი. შემდეგ ხმალაძის პასი გადავარდა წინ იმის გამო რომ წინ ჩაარტყეს როგორც ჩანს ხელი ქუთაისლებმა საბოლოოდ ბურთს ეუფლება ბაგრატი და გადაეცემა ისევ ლელოს რადგანაც დარღვევა სწორედაც რომ მასპინძლების მხრიდან იყო. ჯერ ერთ მხარეს გადავარდა წინ შემდეგ მეორე მხარეს. სასიამოვნო სიურპრიზი არ არის რადგანაც აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო და ამის ნახვა თავისუფლად ალბათ ვარაუდით თავისუფლად შეიძლება და ის რომ აი სწორედ ეს ბიჭი რომელსაც ახლა ბურთი ხელში უჭირავს გელა აფრასიძე ძირითადი 9 ნომრის პოზიციაზე ვიხილოთ ლელოს არასენსის შემადგენლობაში ასევე ძალიან კარგი და პერსპექტიული მოთამაშეა ლელოს ახალწეული როგორც გითხარით უკვე გიორგი კვესელაძე რომელიც დაიმატეს და გაიძლიერეს თავი ლელოელებმა ასევე არიან ვეტერანი მოთამაშეები რომლებსაც უკვე მრავალი წელი აქვს გატარებული ლელოს შემადგენლობაში აფრასიძე ვერ მივიდა ბურთამდე რადგანაც არ გამოვიდა ის მაისურაძის ფეხის კონტურიდან შემდეგ შეუტია ბარკალაიამ და გააჩერეს კიდესთან ახლოს აფრასიძე არ აყოვნებს შეტევას მაისურაძე და ქოიავა კარგად დაუხდნენ ხმალაძე ოძებნა ჭოიძე და ჭოიძემ იქვე ამოუგდო კვესელაძეს შემდეგ იყო ცოტა თითქოს გავაშელიშვილი ოდნავ შეყოვნდა ვერ გადაწყვეტილება ვერ მიიღო ბოლო გაეტანებინა თუ თვითონ წასულიყო ამან შეაყოვნა და მიცად საშუალება მეტოქეს რომ შეებოჭა თუმცა ლელოს შეტევა გრძელდება და საკმაოდ გამწვავდა კიდეც ისევ გავაშელიშვილი ზაალიშვილი დაიკარგა ბურთი დაკარგა ლელოელებმა და თითოეული ეს წარუმატებლობა სტუმარი გუნდის და აჟიოტაჟს და სიხარულს იწვევს ადგილობრივ მაყურებლებში ახლა ისევ თავის დაცვა უწევს ქუთაისურ გუნდს დარტყმა არც თუ ისე კარგი შეიძლება ითქვას რომ ცუდიც კი რადგანაც ეს ბურთი რომ უფრო კარგად მიიღო აფრასიძეს ცუდი ამ დღე დაადგებოდა მასპინძელ გუნდს მაგრამ მაინც გრძელდება ლელოელთა შეტევა ბარკალაია და უპირატესობა როგორც ჩანს სახიფათო ბოჭვისთვის და აქ შეიძლება ყვითელი ბარათიც ვნახოთ ნუ თუ ასე მკაცრი იქნება მსაჯი გააჩნია გაარჩევს ახლა შეიძლება უბრალოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლოს გაივლის ახლა მცირე კონსულტაციას თანამსაჯთან გია ამირხანაშვილთან რომელიც უკარ ნახებს თუ რას კონდა ადგილი არის საყვითლე ჯარი დარღვევა თუ შეიძლება მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოსაზღვრა და შემდეგ არა როგორც ჩანს ესე მშვიდობიანად ჩაიარა ამ ეპიზოდმა არავინ დაშავებულა განსაკუთრებით და მხოლოდ ის უთხრა მსაჯმა შოთა დევზაძემ ბაგრატის მოთამაშეს რომ თხილად ყოფილიყვნენ შემდეგში ასეთი დარღვევისთვის მათ არ აცდებათ სინბინი ჯარიმა არც ეს არის მე მგონი მაინც და მაინც დასარტყმელი ჯარიმა ასეთ ბუნებრივ პირობებში მაგრამ ნახოთ გადაწყვეტილება მისაღები აქვს ლაშა ხმალაძეს რომელიც კაპიტანი აქვე გეტყვით რომ ლევან თხელიძე არის მასპინძლების კაპიტანი კი გასაგებია დაარტყეს აუჩი და შეტევაზე იფიქრებენ ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ლელოს არასენსის დერეფანი ასეთ დისტანციაზე მეტოქის ლელოს ხაზიდან ჩვენ ვიცით რას ნიშნავს მათი მოლი ნახეთ არაერთხელ და ორჯერ გასულ სეზონში და არის საშიშროება ბაგრატისთვის რომ ნახოთ კიდევ ერთხელ მოგებული იქნა სუკუჩი ბოლოში დერეფნის, თუმცა კარგი ბიძგით გამოიყვანეს უკან არ მისცეს საშუალება წინსვლის. ახლა შეიძლება ოდნავ ღერძი შეცვალონ ლელოელებმა და შემდეგ მოიპოვონ ეს დისტანცია. ჯერჯერობით არაფერი არა, როგორ არ გამოდის, წავიდა წინ და ეგ ლელოც დაიდო. პირველი ლელო ამ შეხვედრაში, პირველი ლელო, რომელიც თორნიკე ბუბუტეიშვილის ანგარიშია, ჩვენ მისი ბრწყინვალე თამაშით ვნახეთ გასული სეზონის ბოლოს პლეიოფებში, როგორც პლეიოფებში, ასევე უკანასკნელ ტურებშიც.
და დღესაც ლელოთი გამოიჩინა თავი. ის 8 ნომრის პოზიციაზე თამაშობდა და ფინალშიც 8 ნომერი იყო, თუმცა დღეს 6 ნომრის პოზიციაზეა გადანაცვლებული და 8 ნომერს ზვიად მაისურაძე ავსებს. ასე გაიხსნა ანგარიში დღევანდელ შეხვედრაში, ასე გავიდა პირველი ლელო, მისი ავტორია თორნიკე ბუბუტეიშვილი, ხოლო გარდასახვას ოთარ ბარკალაია შეასრულებს. ეს დრო გვაქვს იმისთვის, შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა დროს ალბათ გავჩუმდებოდით და ჩუმად შევხედავდით ამ დარტყმას, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ დრო და შემადგენლობები ესეთ გადაკვირით მაინც ჩამოვთვალოთ. მასპინძლები პირველი ნომერი ავთანდილ ბოგვერაძე, გიორგი გუდავა, გიორგი ტორაძე, პირველი 2-3 შესაბამისად. მეორე ხაზი შალვა კიკვაძე და რეზო არჩვაძე, ეს გახლავთ 4 და 5. გოგა კობახიძე გავიდა ამასობაში, გავიდა ეს გარდასახვა 7-0 გახდა ანგარიში ლელოს არასესის სასარგებლოდ. 0-7 თუ გინდათ. გოგა კობახიძე, ზვიად გუდაძე და ლევან თხელიძე მესამე ხაზი. გივი ლოსაფერიძე, რეზი ჯინჭველაშვილი არიან შემაკოციტებლები აი ამ კონსტრუქციისა, ისინი ღერძზე თამაშობენ. ბექა ტორაძე, გია თუთფერიძე, გიორგი ფრუიძე, ბაკურ გოშაძე და სერგო კვერნაძე არიან უკანა ხაზის მოთამაშეები. ბექა წყულუხია არის ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი. ლელოს არასესი, ზურა ჯულაყიძე, გიორგი ჭყოიძე და გიორგი ქართველიშვილი პირველ ხაზს ამაგრებენ. ლექსო იორდანაშვილი და სანდრო კოიავა მათ ზურგს უმაგრებენ, ხოლო თორნიკე ბუბუტეიშვილი და ელგუჯა სურგულაძე და ზვიად მაისურაძე არიან მესამე ხაზის მოთამაშეები. გელა აფრასიძე და ლაშახმალაძე ღერძი, ზურაბ ზაალიშვილი, გიორგი კვესელაძე, ბეჟან გავაშელიშვილი, ალექსანდრე ხეცოიძე და ოთარ ბარკალაია. ლევან მაისაშვილი არის ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი, უცვლელი გურუ ამ გუნდისა, 4 გზის უკვე როგორც გითხარით, ბოლო 4 ჩემპიონატის გამარჯვებული ლელოს არასენსი პირველ მატჩს 2016-2017 წლების სეზონისა იწყებს ლელოთი. დაწინაურებული იგებს პირველ შეხვედრას. თუმცა ჯერ ბევრი რამ არის კიდევ სანახავი ამ შეხვედრაში. აი თუნდაც ეს წამოსვლა და შემდეგ შესანიშნავი ბოჭვა. 19 ნომრით თემურ ჩიქვინანიძე შემოსულა მოედანზე ბაგრატის შემადგენლობაში და აქ კიდევ ერთი ლამაზი შეტევა ლელოს არასესის შემადგენლობაში. შესრულებით, რომელიც ჯერ არ მთავრდება არაფრით, ვინაიდან დარღვევა ყვითელი ბარათი. ხელის ჩარტყმისთვის. ძალიან სახიფათო შეტევა ჩაშალა ახლა ქუთაისელმა მოთამაშემ, იმით რომ ხელი ჩაურტყა. პასზე არა ჩაჭრაზე ითამაშა, არამედ განზრახ ჩაურტყა ხელი იმისთვის, რომ ჩაეშალა ეს შეტევა, ამისთვის ირგებიან ყვითელი ბარათით. უბრალოდ ვერ ხედავ ვინ დაისაჯა ამ ყვითელი ბარათით, რადგანაც თითქოს არავინ გავიდა მოედნიდან. არა, აი გავიდა კი, 9 ნომერი გივი ლოსაბერიძეა გასული. შეიძლება იმაზეც ლაპარაკი, რომ მას სხვა გამოსავალი არ ქონდა, მაგრამ არ ვიცი, ეს ერთ-ერთი ვერსიაა მხოლოდ და მხოლოდ. და კიდევ ერთი ძალიან სახიფათო დერეფანი ლელოს არასენსის სასარგებლოდ, პლუს ამას დაუმატეთ კაცნაკლული ბაგრატი დაცვაში და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ რა რთული მდგომარეობაში ახლა მასპინძელი გუნდი. გიორგი ჭყოიძე ათანხმებს უკანა ხაზთან. კომბინაციას, როგორც ჩანს, რაღაცა მოხდება უკანა ხაზში, შეიძლება გავიდეს პირდაპირ ბურთი, ან ტრადიციული მოლით შეუტიოს. პრინციპში ეს ორი ვარიანტია. სხვა რა არჩევანი აქვს ლელოს არასენს. ყოველ შემთხვევაში 10 ნომერთან ლაშახმალაძესთან ესეთი მცირე გასაუბრება მოაწყო ჭყოიძემ და ახლად გავიგებთ ყველაფერს თუ რა გადაწყვიტეს სტუმრებმა. მცირე პაუზა იყო ტრავმის გამო და ახლა გაგრძელდება შეხვედრა. ისევ ბოლოში მოიგეს, ჩამოუგდეს ქოიავას, შემდეგ ქოიავამ შეიყვანა ბუბუტეიშვილი, თუმცა როგორც ჩანს იყო სამწუხაროდ ვერ გავერკვიე ზუსტად რა. შეიძლება უბრალოდ არასწორი მოწოდება იყო, აი ვერ გავერკვიე სიმართლე რომ გითხრათ ჯესტის მიხედვით რაში იყო საქმე. ყოველ შემთხვევაში თავისუფალი მისცა ბაგრატის მოთამაშეებს.
საჯმა მათაც ეს შესაძლებლობა გამოიყენეს საიმისოთ, რომ საკუთარი ლელოს ხაზიდან შორს გადაეტანათ ბურთი, გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე, თუმცა ბურთი ისევ ლელოს არასენსისაა. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ახლა გუნდი. ბაგრატი ის აბარებს გამოცდას ერთი ნერვების გამოცდას იმით, რომ დებიუტანტია ტურნირზე და ახლა მოუწევს კიდევ ამ გამოცდის დამძიმება იმით, რომ უნდა გაუძლოს ლელოს არასენს 14 კაცის შემადგენლობით. ისევ ჭყოიძე ბურთი და ისევ დერეფანი. ამჯერად უბნა უფრო შემცირებული რაოდენობით, რამდენიმე მორკინალი ხაზშია დამატებული. ახლა ეს ვის გადაუკიდა ხმალაძემ ცოტა გაუგებარია. როგორც ჩანს მაისურაძეს, თუმცა არ გამოიღო ამ ბოლო-ბოლო ამან მაინც გამოიღო შედეგი. კვესელაძეა, შემდეგ სურგულაძე, ძალიან ფიზიკური და ესეთი აგრესიული მოთამაშე. წავიდა წინ რამდენიც შეძლო. გაიარა, შემდეგ მიწაზე წავიდა და რაქშია თამაში და არა, წესების დარღვევით იქნა მოპოვებული ეს ბურთი ბაკურ გოშაძის მიერ. რაკი იყო როგორც ჩანს ჩამოყალიბებული და რაქში ხელით თამაშისთვის დააჯარიმდა გარემარბი ქუთაისის ბაგრატის. ლაშა ხმალაძე ეროვნული ნაკრების 10 ნომერი, კარგად ნაცნობი ყველასთვის, ბორჯღალოსანი. ბოლოს ჩვენი საქმეში ვნახეთ ოკეანურ ტურნეზე, როდესაც ჩვენმა ნაკრებმა მართლაც ტრიუმფალურად იასპარეზა და 3-დან 2 შეხვედრა მოიგო, ერთი კიფრად დაამთავრა. დღეს ის უბრუნდება მშობლიურ კლუბს, ეროვნულ ჩემპიონატს და თამაშობს საკმაოდ კარგადაც უნდა აღინიშნოს ეს. მას უკვე წლებთან ერთად უგროვდება გამოცდილება, ცოდნა, არ აკლდება ჯერჯერობით არც სიხარტე და არც ფიზიკური მომზადება. შესანიშნავად გამოიყურება დღევანდელ შეხვედრაში ლაშა ხმალაძე. გიორგი ჭყოიძე კი ბურთის ადრესატს ეძებს, აქ ამჯერად უკვე შუაში, მაგრამ ისევ თორნიკე ბუბუტეიშვილზე, შემდეგ ხმალაძე, მოძებნა კვესელაძე, გრძელი პასი, ცუდი პასი შეიძლება ითქვას. ზუსტად არ მივიდა ბარკალაიამდე, თუმცა მაინც დარჩათ ლელოელებს ბურთი. ეს აფრასიძეა. წაიწია ცოტათი წინ გააჩერეს. 9 ნომრის ფუნქციებს ითავსებს ოთარ ბარკალაია. დაარტყმევინა მაისურაძეს. მაისურაძის გაჩერება არ არის იოლის საქმე, მაგრამ ახერხებენ ბაგრატელები. შემდეგ ეს არის შალვა, არა უკაცრავად, ლექსო იორდანიშვილი. ეს უკვე გავაშელიშვილია, ძალიან ახლო მივიდნენ, 5 მეტრიც კი აღარ რჩება ლელოს ხაზამდე. აფრასიძე, ხმალაძე, ქართველიშვილი. ძირითადად ბურთით ხელში არის ლელოს არასენსი, ეს ხმალაძის 1-2 ფინტი, მისი ტრადიციული სრუმოძრაობები ძალიან სხარტი და ძალიან მოქნილია. ეს ბიჭი მოიტყვილა კი არ ვაქერ 1-2 წუთის წინ და კიდევ ერთი ლელოს არასენსის აქტივში ანგარიში ხდება 12-0. მას სტუმარი გუნდი წინ გადის უკვე საკმაოდ სოლიდური სხვაობით. არ არის თული დასარტყმელი, ლაშა ხმალაძე თავადვე ასრულებს ამ გარდასახვას და არ გამიკვირდება პირდაპირ გეტყვით თუ 14-0-იც გახდება ანგარიში. ეს გასაგებია, ასეთი დებიუტი, რა თქმა უნდა, ნერვიულობას აქვს ადგილი. ბაგრატი, როგორც გითხარით, სერიოზული გამოცდის ჩაბარების გამოცდის წინაშე დგას. დაარტყმა, რა თქმა უნდა, ზუსტი იყო და ანგარიში მართლაც ხდება 0-14 ლელოს არასენსის სასარგებლოდ. ბაგრატს მოუწევს კიდევ ალბათ თავისი სიტყვის თქმა, როგორც დღევანდელ შეხვედრაში საერთოდ ტურნირზე, თუმცა მაგრამ ასევე არ მიკვირს ის, რომ ძალიან მლისხანე მეტოქესთან, ლელოს არასენსთან ამ გუნდს თავიდან გაუჭირდა პირველ რიგში ინიციატივის გამოვლენა და დომინირება, ეს რა თქმა უნდა არ იქნებოდა რთული და არც არის, მაგრამ ახლა უნდა გადაილახოს ალბათ მას შემდეგ რაც ეს 14 ქულა იქნა გაშვებული, უნდა გადაილახოს ეს ფსიქოლოგიური ბარიერი და უნდა მოიკრიბოს ბაგრატმა ძალა და რაც შეუძლია და რაც იცის, უნდა დადოს მოედანზე პირველივე მატჩი ეროვნული ჩემპიონატისა. მას ნამდვილად შეუძლია რაღაც, ასე რომ არ იყოს აქ არც იქნებოდა, ასე რომ ჩვენ ველით ბაგრატისგან ჯერჯერობით საინტერესო მოქმედებებს. ბუბუტეიშვილი ცუდად აწიეს, ან უბრალოდ ბურთი ქარმა ცოტა ისეთი მიმართულებით აიღო, რომ თავიდან არა, როგორც ჩანს, რაქში გვერდიდან შევიდა. დიახ, ოფსაიდის
ოფსაიდი ანიშნა მსაჯმა, თორემ ბურთი ჩაგდებული ხონდა ხელში თემურ ჩიქვინიძეს და ის უტევდა, მაგრამ არაცალა მსაჯმა. ხმალაძე კიდეს უმიზნებს, ძალიან ცოტა ხანი დაჰყვეს ბაგრატელემა მეტოქის ნახევარზე, არადასწორად ეს არის გასაღები მათი წარმატებისა. ლელოს არასენს წამოუღო, აი კარგი იყო, კარგად დაუხდა ახლა სერგო კვერნაძე ამ ბურთს დაარტყა და ჩაუგდო ხელში პირდაპირ კვესელაძე. შემდეგ ხმალაძე ბურთიანად დაიჭირეს, მაგრამ ინარჩუნებს ამ ბურთს. აი ახლა მიწაზე წასვლა უნდა მოახერხოს, თორემ მოლი ჩაითვლება და არა, აფრასიძეს ჩაუვარდა ბურთი საბოლოოდ ხელში. ქართველიშვილი კარგად მიაპობს მძლავრი ფეხების დაცვას. და საბოლოოდ ეპიზოდი მთავრდება იმით, რომ ბურთი იკარგება, მას კარგავს სწორედაც ქართველიშვილი და მოედნის ცენტრში დაინიშნა ბაგრატის შერკინება. ჩვენ ვნახეთ რა მოხდა ერთ-ერთი წინა შერკინების დროს, რომელიც არც სხვათა შორის არც ისე ბევრი იყო დღევანდელ შეხვედრაში. და შეიძლება არ არის გამორიცხული, რომ თუ მართლაც ასეთი მძლავრია ბაგრატის შერკინება, იგივე განმეორდეს კიდევ ერთხელ მოიპოვონ მათ ჯარიმის დარტყმის უფლება. ამ მომენტისთვის შეგახსენებთ, ანგარიშია 14-0. ლელოს არასენსი იგებს. ლელოს არასენსზე შეიძლება ითქვას, რომ ამ გუნდმა საკმაოდ სერიოზული მოთამაშეები გაუშვა თავისი რიგებიდან მიმდინარე სეზონის დასაწყისში, ზაფხულში. მაგალითად ისეთი როგორიც არის თუნდაც ტალახაძე, გიორგი ტალახაძე, რომელიც უკანა ხაზში ერთ-ერთი საკმაოდ კარგი ძალა იყო, იგივე უნდა ითქვას დაჩიკოპაძეზე, რომელიც მესამე ხაზის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო, ნამდვილად გამორჩეული მოთამაშე გასული სეზონისა, ერთ-ერთი საუკეთესო მესამე ხაზელი, მთლიანად დიდი ათის და რა თქმა უნდა ნიკა პატარაია, რომელიც შერკინების ბურჯი და მართლაც ძალიან ძლიერი მოთამაშე იყო, ერთ-ერთი ნიშანსვეტი წარმატებისა ლელოს არასენსის, რადგანაც შერკინებაში ხო იცით როგორც არის რაგბში, თუ ყველაფერი წესრიგში გაქვს, შემდეგ უკვე შეგიძლია მასზე რაღაცეები დაალაგოთ და სწორედ ნიკა პატარაია იყო ერთ-ერთი, ვინც ამ შერკინების სიმყარეს უზრუნველყოფდა. ის გადაბარგდა, წავიდა სხვა გუნდში, კერძოდ კი ბათუმში და ხვალ ვნახავთ სავარაუდოდ მის თამაშს, ამიტომ დღეს ახალი პირველ ხაზელები ყავს ზურა ჯულაყიძე და გიორგი ქართველიშვილი. შერკინება ცენტრალურ ხაზზეა განლაგებული, პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. საჯის მითითებების მიღების შემდეგ გააგრძელებენ გუნდები ბრძოლას ამ ბურთისთვის. ჩვენ ხედავთ, რომ გივი ლოსაბერიძე ისევ დასჯილთა სკამზე ზის და მის ფუნქციას ითავსებს სამწუხაროდ ვერ გეტყვით ვინ, რადგანაც მე ბაგრატის მოთამაშეებს ასე კარგად არ ვიცნობ. ალბათ კი არა, აუცილებლად სეზონის განმავლობაში გავიცნობ და შემდეგ უკვე სახეზეც ყველას ამოვიცნობთ. მანამდე კი ბაგრატის შეტევა გრძელდება მარჯვენა ფლანგზე და ჩაუვარდა ზაალიშვილს პირდაპირ ხელებში ბურთი და თხელიძემ კარგად დააზღვია ახლა ამ შეცდომის შემდეგ თანაგუნდელები. შემდეგ სურგულაძე, წავიდა კონტაქტზე, 7 ნომრების დუელი. გუდაძე სურგულაძის დუელი ვნახეთ ახლა. ცოტა დაბალი პასი ცუდად წავიდა დაღმავალი ბურთი, მაგრამ კარგად მოიგო ის მოირგო, შეიძლება ასეთ ითქვას, ხმალაძემ და გააგრძელა ეს შეტევა. ცენტრალურ ხაზზეა ისევ თამაში ხმალაძე და ფეხი. ფეხით შეაცურა, აქ მე მგონი პრობლემა არ უნდა გქონდეს კვერნაძეს, დააბრუნა მაღალი ბურთი, თუმცა თავად ვერ მიუსწრებს ამ ბურთს. ეს კი არის აფრასიძის თრუ მოძრაობები და ჯარიმა. ჯარიმა იმის გამო, რომ სამწუხაროდ არ გვაქვს კონტაქტი მსაჯთან და არ გვესმის რას კარნახობს და რას ეუბნება ის ბაგრატის მოთამაშეს, მაგრამ რაღაცა უდისციპლინებასთან ჰქონდა საქმე, როგორც ჩანს, ამასთან დაკავშირებით გააფრთხილა ბაკურ გოშაძე, შოთა თევზაძე. ხმალაძე კი ბურთით ხელშია, ცოტა მოუმატა ბაგრატმა დისციპლინის დარღვევას ამ ბოლო დროს, უფრო ხშირად ჯარიმდება, ეს კი ხმალაძისთვის უტყუარი
ესე ვთქვათ, შესაძლებლობაა საიმისოდ რომ გადაიტანოს ბურთი მეტოქის ნახევარზე და იქ ეთამაშოს. შემდეგ კი თუ რამე შეცდომას დაუშვებს ბაგრატი ხო თავის თავს უნდა დააბრალოს, ლელო რა თქმა უნდა ამ შეცდომას არ აპატიებს, ძალიან გამოთვლილი გუნდია ლევან მაისაშვილის კოლექტივი. გიორგი ჭყოიძე დაახლოებით 15 მეტრში მეტოქის ლელოს ხაზიდან აგდებს ბურთს დერეფანში. მეორე ბურთი გამოჩნდა უცებ მოედანზე და შეყოლდა თამაში, თუმცა ეს ხარვეზი მალე აღმოიფხრება. მე მგონი დაბრუნდა. კი, გივი ლოსაბერიძე დაუბრუნდა თამაშს. გავიდა ესე იგი ის 10 წუთი, რომელიც მას ჰქონდა მისჯილი სიმბინში და აი ახლა 15-15-ზე გრძელდება ეს შეხვედრა. ერთი გარდასახული ლელოთი დაისაჯა ბაგრატი აი ამ დარღვევისთვის, რაც გივი ლოსაბერიძემ ჩაიდინა. სწორედ ახლა მას ხედავთ ბურთით, გააქვს რეზი ჯინჭველაშვილზე და ეს უკანასკნელიც შორს იგერიებს ბურთს, არ ქონდა უფლება დაერტყა პირდაპირ კიდეზე და დაარტყა ისე კარგად, როგორც გაგეხარდება. ჯერ მოედანში ჩააგდო თან ისე რომ არ ქონდა ხეცოიძეს ამ ბურთის დაუფლების საშუალება, პოზიციურად ისე იდგა და შემდეგ გადავიდა კიდეზე. ჭყოიძე ისევ ბურთით და ისევ დერეფანი, ოღონდ ამჯერად უკვე ლელოელთან ნახევარზე. საინტერესოა ასევე როგორ არის მოგზადებული ბაგრატი ფიზიკურად, ჩვენ ვიცით რომ ლელოს ამ ხრივ არ აქვს ხოლმე პრობლემები უკვე მე რამდენი სეზონია. და შესაბამისად ეს კარგი გამოცდა იქნება ამ ხრივაც ბაგრატისთვის, შეძლებს თუ არა 80 წუთის განმავლობაში გაუძლოს აი ამ ტემპს, რომელსაც თავაზობს ლელოს არასენსი ბარკალაიას. მე მგონი არასწორი გადაწყვეტილებაც და შესრულებაზე ხო საერთოდ აღარ მაქვს ლაპარაკი. არ იყო ბაგრატი იმ პოზიციაში, როდესაც აბსოლუტურად თავდაჯერებულად ჩახურავდა ამ შეტევას, შეეძლო ალბათ უფრო გამწვავება თვითონაც ბარკალაიას ან პასის გაშვება, მაგრამ ფეხი თამაში ამჯობინა და საბოლოოდ რაც მოიტანა ამან თავადაც ნახეთ. გიორგი გუდავა ააგდებს ახლა ბურთს ამ დერეფანში, ბაგრატს ხშირად არ ხედავთ ბურთით, მათ არ აქვთ ხშირად, ეს უნდა აღინიშნოს და როდესაც აქვთ, ალბათ უფრო ყურადღებით უნდა გაუფრთხილდნენ მას. 17 ნომერი გახლავთ დავით ჭელიძე, რომელიც ასევე შემოსულია ბაგრატის შემადგენლობაში პირველ ხაზში. სავარაუდოდ ავთანდი ბოგვერაძე მოედანზეა, მაშინ გიორგი ტორაძის ნაცვლად. კარგი იყო, მშვენივრად სუფთად მოიგო, ისევ და ისევ გუდაძემ და უტევს ბაგრატი. ეს უკვე აი როგორც კი ბურთით რაღაცა პოზიტივი შეიქმნა, იმ წუთში გამოცოცხლდა ადგილობრივი გულშემატკივარი, აი ესეც მოედანზე შემოსული ჭელიძე. ესეც მარკაფიდან დამატებული ჩიქვინიძე და დაიკარგა ბურთი და შემდეგ აბრუნებს მას ძალიან სწრაფად ხმალაძე მეტოქის ნახევარზე. აქ სად გადავა ბურთი, გადავიდა ისე რომ გადაიარა ლელოს მოედანი. შესაბამისად, თუ იქ გავლილი იყო უკვე უპირატესობა და მსაჯმა ეს ნიშანი მისცა, მაშინ ბრუნდებით მეტოქი ლელოს ნახევარზე ბურთი ეკუთვნის არმას. მართლაც ასეა. არა, შერკინება მართლაც იქ არის, სადაც დაინიშნა უბრალოდ არ ვიცი ვის ეკუთვნის, სამწუხაროდ ვერ შევატყვი ვისკენ გაიშურა ხელი მსაჯმა. აქ ორი ვარიანტია, კი, გასაგებია, იქით მხარეს დგას ბურთით გივი ლოსაბერიძე, ეს იმას ნიშნავს, რომ ბურთია მართლაც არმაზისა, როგორც ჩანს დარტყმის დროს გავიდა უპირატესობა დამთავრდა, რომელიც ჰქონდა ლელოს არასენს. აი ნახოთ ახლა რას იზამს ბაგრატი. შეაგდო ლოსაბერიძემ, მაგრამ მეგრეიოლაც აღარ არის საქმე. პირიქით იქით დაიკარგა ბურთი და მაისურაძეს ხედავ, თუმცა სასწრაფოდ შებოჭეს ის და ხმალაძე ისევ ფეხს თამაშობს. გასაგებია, ის ტირცეებს ბევრად უფრო კარგად ხედავს, ვიდრე ნებისმიერი მოთამაშე დღეს, ვინც მოედანზეა და ერთ-ერთი ყველაზე კარგი სტრატეგოსია საერთოდ ეროვნულ ჩემპიონატში და საქართველოში. შესაბამისად, პოულობს საკმაოდ იოლად ადგილებს. სადაც უნდა დაარტყას ისე რომ მას კარგახანი ვერავინ გაეკაროს და აი მოახერხა კიდეც ამის გაკეთება ისე დარტყმა რომ გადასულიყო კიდეზე, მაგრამ მანამდე როგორც ჩანს რაღაცა დარღვევას ჰქონდა ადგილი. ეს ალბათ ჩემი ვარაუდით და ჟესტიკულაციით მსაჯების ანიშნა გია ამირხანაშვილმა კიდიდან და კიდევ ერთი შერკინება ბაგრატის სასარგებლოდ. არც ისე ყოფილა საქმე როგორც წინაზე
როგორც წინაზე პირველ შერკინებისას მოხდა, როდესაც ბაგრატმა დაჩაგრა თითქოს მეტოქე, აქვს თავისი ოინები და ხრიკები ლელოს არასენს ბლომად შენახული. პირველი მცდელობა კვლავაც უშედეგოა, მეორე შერკინება, განმეორებითი შერკინება დაინიშნება. ჩიქვინიძე კი, რომელიც 19 ნომერით ასპარეზობს ბაგრატის შემადგენლობაში, აეხლა შევნიშნე, როდესაც დაალაგდა შერკინება, რომ გოგა კობახიძის ნაცვლად გამოსულა მოედანზე 6 ნომერი, როგორც ჩანს, დაშავდა, თორემ ასე მალე მას ნამდვილად არ გაიყვანდნენ ბრძოლის ველიდან. ჩვენ ისე ხშირად ვერ ვხედავთ საქმეში გიორგი ფრუიძეს 13 ნომერს და ყველა ალბათ ერთ-ერთ ყველაზე გამოთვლილ მოთამაშეს და უკვე სტაჟიანს ბაგრატის შემადგენლობაში თხელიძე, შემდეგ ლოსაბერიძე და აქ არ იყო ბოჭვა, შეეძლო მოძრაობის გაგრძელება ლოსაბერიძეს, უბრალოდ აღარ უნდა ამდგარიყო ალბათ. აქ მოლის ჩამოყალიბების შანსი ჰქონდათ ლელოელებს, მათაც გაუშვეს აქ ბურთის მოპოვების შანსი და და უტევს ბაგრატი აი ახლა აქ როგორ ას მოიმოქმედებენ, მოიმოქმედეს ის რომ დაარტყეს იქვე ახლოს ურქინეს 0-ში, შემდეგ ალბათ კიდევ იგივე მოხდება, მართლაც ასეა. განსაკუთრებული წინსვლა ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ცდილობენ ბაგრატის მოთამაშეები რომ ჩაითრიონ, რაც შეიძლება მეტი მეტოქე და თავად კი ჯარიმდებიან იმის გამო რომ გადაყრისას ჩავარდა ბაგრატის მოთამაშე რაკში, რაც დარღვევაა მოგეხსენებათ და ბუთი გადაეცა ლელოს არასენს. კარგი მცდელობა იყო, ყოველ შემთხვევაში მონდომება გამოჩნდა, მონდომება რომ არ აკლია ახლა ბაგრატს. ეს ისედაც გასაგებია, უბრალოდ მონდომება, რომელიც უნდა გადაიზარდოს შემდეგ რაღაცა რაციონალურ ქმედებაში, აქ ბურთი არ გადავიდა, შევიდა ლელოს მოედანში და შემდეგ იქ იქნა დამიწებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რეზი ჯინჯველაშვილი ახლა 22 მეტრიანი ზოლიდან არეკნი დარტყმით განაახლებს შეხვედრას. თითქოს კარგად წავიდა ხმალაძის დარტყმული ბურთი დაეცა კიდეზე, მაგრამ მისი ასხლტა რომ აღარ წავიდა უკვე მოედნის ფარგლებს გარეთ და დარჩა მოედანში, შემდეგ გადავიდა იქით. პირით ხაზის იქით. 23 ნომერი დავინახეთ, ჯონი ხეცურიანი შემოსულა მოედანზე, როგორც ჩანს ოთარ ბარკალაიას ნაცვლად და ეს კი ხეცოიძეა. არა, წინ პასი დააფიქსირა მსაჯმა შოთა თევზაძემ. კი, ბარკალაი აღარ არის მოედანზე, გასულია საინტერესო ვინ დაარტყამს კარში, მას შემდეგ რაც თავარი დამტყმელი გამოაკლდა. არა, ასე. ბარკალაია გასული, კი. ბარკალაია გასული და ზაალიშვილი როგორც ჩანს 15 ნომრის პოზიციაზეა გადანაცვლებული, ხოლო ზაალიშვილის ადგილს მარცხენა ფრთაზე იკავებს სწორედ მოედანზე შემოსული ჯონი ხეცურიანი. აქ შეგვიძლია გადავხედოთ იმ მოთამაშეებს, რომელიც ბაგრატმა დაიმატა ესეთი გამოცდილი მოთამაშეებიდან, გიორგი ზიბზიბაძე შეიძლება აღინიშნოს, რომელიც არმიიდან გადავიდა, ლევან თხელიძე მოედანზე 8 ნომერი და კაპიტანი. ტორაძეები წაიყვანეს ბექა და გიორგი უფროსი ქუთაისის აიადან, გიორგი ფრუიძე ვახსენე. აი ეს არის ალბათ ის ყველაზე გამოცდილი არმია ბაგრატისა, გამოცდილი ნაწილი, რომელსაც უთამაშია დიდ ათში, რომელსაც აქვს უმაღლეს დონეზე და უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება და რომელმაც ალბათ უნდა გაწიოს კიდეც ლოკომოტივის ფუნქცია იმისთვის, რომ გაუძღვეს წინ თავის გუნდს და მიიყვანოს რაღაცა პოზიტიურ შედეგამდე. ძალიან საინტერესოა როგორი თამაშებს საერთოდ ბაგრატი, მე ძალიან მაინტერესებს როგორი თამაშებს ბაგრატი წლევანდელ გათამაშებაში, როგორი პაექრობა ექნება მას აიასთან, მართალია ეს ორი გუნდი ერთი ქალაქიდანაა და ძირით სავარაუდოდ ერთი აქვს. მოთამაშეებზე რომ აღარაფერი თქვათ, მაგრამ ორი გუნდის არსებობა ერთი და იგივე გათამაშებაში უკვე ნიშნავს კონკურენციას და ეს კარგია, ეს ძალიან წააგდება ქუთაისურ აკრებს. ეს თხელიძეა გაატანა ლოსაბერიძეს, შემდეგ ჯინჭველაშვილი. შემდეგ ისევ ჯინჭველაშვილი და საბოლოოდ ბურთი მიუვიდა.
ბეკატორაძეს კი იყო დიდი სურვილი ადგილობრივი პუბლიკისა რომ ცოტა მეტი შეექმნათ ბაგრატელებს ამ შეტევიდან, მაგრამ საბოლოოდ დამთავრდა ესე საკმაოდ უსახელოდ ეს იერიში, ვინაიდან გადაიყვანეს ტორაძე კიდეზე. ნუ გასაგები იყო აქ ბურთის მიღება და უკვე შეტევაც ძალიან სასიამოვნოა გულშემატკივრებისთვის, თორემ ისეთი არც მეტობა ჰქონდათ დაცვასთან შედარებით, რიცხობრივი და არც რაიმე განსაკუთრებული უპირატესობა. აი ეს უკვე ჭყოიძის დერეფანი, ჭყოიძის მიერ აგდებული ბურთი დერეფანში, როდესაც ლელო დაცვაშია. აი ნახოთ როგორ შეეჯიბრებიან მეტოქები და პირველ რიგში ეს გუდაძემ უნდა გააკეთოს, ჩვენ უკვე ვნახეთ რომ ის არის მთავარი ხტომელი, არა ვერა ძალიან კარგად იქნა აგდებული და ბუბუტეიშვილი მათ შესანიშნავად მოიგო და ხმალაძე ურტყამს მოედანში. მოედანში ურტყამს და ხელებში მისდის პირდაპირ ბაკურ გოშაძეს. თვითონვე წამოიღო, საინტერესოდ გადაიკიდა და თვითონვე აიღო, მშვენიერი იყო. ლოსაბერიძე დროზე უნდა გამოიტანოს, საკმაოდ დიდი დრო დაიკარგა ახლა ამ რაგში. შეატევინა მეორე ხაზს რეზო არჩვაძეს. ხელიძე არ არის იოლი გასაჩერებელი კაცი. წავიდა. აი ისევ შეყონდა, ისევ ყონდება, ძალიან უყოვნებენ ლელოელები ბურთს და აქ უკვე ზვიად მაისურაძემ გააკეთა ის არაუკაცრავად იორდანიშვილი იყო საკმაოდ დიდხანს უმიზნებდა მეტოქეს სად უნდა გაეკეთებინა ბოჭვა, როდის უნდა გაეკეთებინა ბოჭვა და მართლა ზუსტად იმ მეტოქემ მიიღო ბურთი. შემდეგ დაიკარგა ბურთი და დაინიშნა ლელოს სასარგებლოდ შერკინება. ქუთაისის აიასა და ბაგრატის დაპირისპირებაზე ვლაპარაკობდი და დავასრულებ უბრალოდ ას, რა თქმა უნდა ის რომ ორი გუნდი ყავს ერთ ქალაქს უმაღლეს ლიგაში, ქუთაისს განსაკუთრებით, ეს ლოგიკურიცაა, ძალიან კარგია და ძალიან კარგია პირველ რიგში ამ ქალაქის რაგბისთვის, რადგანაც კონკურენცია მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საწინდარია პროგრესის. რაც არ უნდა მეგობრები იყვნენ ესენი მოედანს გარეთ, მათ მოუწევთ ერთმანეთთან პაექრობა ქუთაისის პირველი გუნდობისთვის. ეს კი გელა აფრასიძეა, რომელიც აგდებს ბურთს შერკინებაში, კარგია, კარგზე უკეთესიც იყო. ახლა ჯერ როგორც მიწოლა და შემდეგ გამოსვლა ამ შერკინებიდან, აქ უნდა აღინიშნოს კიდევ ერთხელ ზვიად გუდაძის კარგი თამაში, რომელმაც აფრასიძეს შეაჩერა. უტევენ ძიმე არტილერიით ლელოელები და რჩებიან საკუთარ 22-ში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქედან პირდაპირ კიდეზე დარტყმა შეიძლება, აი აქედან უკვე აღარ. ამიტომ დატოვება მოუწევს ბურთის თამაში მოედანზე. ხმალაძეს დატოვა კიდეც და ჩაუგდო ხელში სერგო კვერნაძეს, შემდეგ ბაკურ გოშაძე. აი ეს არის ფრუიძე. ნახოთ ახლა ფრუიძე რას იზამს, ამოუსხლტა მართალია ხელიდან გავაშელიშვილს, მაგრამ წაიქცა, ვეღარ გააგრძელა წინსვლა და ფეხით თამაშობს კვერნაძე. არა, აქ ძალიან ბევრი ლელოელია საიმისოდ, რომ ბურთი ისევ კვერნაძეს დარჩეს. თუმცა ზაალიშვილს გაუჭირდა, ეს უნდა აღინიშნოს, ვერ აიღო კარგად და მოიპოვეს ბურთი ბაგრატელებმა. და აჟიოტაჟი. აი სიხარულიც ასეთი უნდა. ხო დიდი არაფერი, ერთი ჩვეულებრივი ჯარიმა იქნა მოპოვებული, მაგრამ იმდენად დადებითია მუხტი, იმდენად კარგია მოლოდინი ამ გუნდისგან და იმდენად გახარებულია ქუთაისი იმისგან, რომ მეორე გუნდი ყავს უმაღლეს ლიგაში, რომ თითოეული კარგი თამაში ოვაციებით აღინიშნება. და უკვე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ რეზი ჯინჭველაშვილი სამქულაზე ითამაშებს, შეეცდება რომ აი ეს არ თუ ისე სასიამოვნო 0 მოაშოროს ტაბლოდან, რომელიც სხვათა შორის აქ არ დგას. არა არ დგას მართალია, ეს რადგანაც ეს როგორც უკვე გითხარით, მეორე მოედანია, არ არის ძირითადი მოედანი და შეგიძლიათ ენდოთ ჩემს სიტყვებს, რომ ამ მომენტისთვის არის ანგარიში 0-14 და ახლა რეზი ჯინჭველაშვილი ცდილობს, რომ აი ეს 0 სწორედ აღარ იყოს მის გრაფაში, მისი გუნდის გრაფაში. ძალიანაც კარგი, 3-14 გახდა ანგარიში. მას შემდეგ რაც რეზი ჯინჭველაშვილმა ნომერი 10 შეასრულა ჯარიმა და გაქვითა, ასე ვთქვათ, 3 ქულა. დრო პირველი ტაიმის დასრულებამდე ჯერ კიდევ ცოტა გვაქვს. ერთი ნახოთ რამდენი შეტევა ჩაეტევა ამ დროში.
ერთი კი ის არის, რომ 0-ზე არ დამთავრდა ტაიმი. ორივე გუნდმა მოახერხა ქულების აღება. ისევ მშვენივრად თამაშობს. უბრალოდ აქ ცოტა მიატოვეს თანაგუნდელებმა გუდაძე. შეიძლებოდა ისე დაბლოკვა, რომ წესიც არ დარღვეულიყო და ასე პირდაპირ დარტყმა არ მიიღო გუდაძეს ნეკნებში. შემდეგ ვნახეთ ჯინჭველაშვილის ფეხი, ზალიშვილის მოხსნა და ბუბუტეიშვილის გათამაშებული ბურთი. საბოლოოდ ხეცოიძესთან თავდება ეს შეტევა. არ თავდება, ყოლმდება რაკში და დაიჭირეს ბურთიანად ხმალაძე. არ იყო დარღვევა, შეიძლება თამაშის გაგრძელება და აქ გასწრებაზეა თამაში. ისევ უნდა აღინიშნოს ზვიად გუდაძის გადასარევი თამაში. ჯარიმა იმის გამო, რომ ოფსაიდიდან ითამაშეს ლელოს არასენსის მოთამაშეებმა. აქედან კარში დარტყმისა რა მოგახსენოთ? დრო ალბათ ჩემი ვარაუდით აღარ იქნება, მსაჯის წამზომთან არ გვაქვს სინქრონიზაცია, ამიტომ ვერ გეტყვი ზუსტად რა ხდება, მაგრამ რახან კიდეზე დაარტყა, ესე იგი დრო არის იმისა, რომ ერთი დერეფანი კიდევ მოაწოდოს ქუთაისის ბაგრატმა. აი ბოლო წუთები ძალიან კარგად მიმდინარეობს ამ გუნდისთვის. ვნახეთ სამი ქულა მოპოვებული, ვნახეთ მოგერიებული შეტევა ისე რომ კონტრიერიში იქნა წამოწყებული და ვნახეთ რომ მეტოქის ნახევარზე თითქოს დამკვიდრდნენ სავით მასპინძლები. ალბათ ეს ისევ და ისევ უნდა დაუბრალოთ იმ ნერვიულობის და იმ ბარიერის გადალახვას, რასაც ფსიქოლოგიური ბარიერი ქვია. შეეჩვენენ, უკვე შევიდნენ ბრძოლაში, ბოლომდე გახურდნენ მოთამაშეები. გუდაძე, რა თქმა უნდა, ყველა ბურთი ვარდება გუდაძეზე. და ისიც უშეცდომოდ თამაშობს, ეს ფრუიძეა, მივიდა, ამოვაგდო თავისებური ოფლოუდი და ეს უკვე სურგულაძე უტევს კონტრიერიში. ისევ სურგულაძე. კარგად გადაყარეს ახლა ლელოელებმა, გაასუფთავეს სწრაფად ბურთი ხმალაძე, ფეხი და პატარა ფეხი, რომელიც თუ ისევ ხმალაძეს ჩაუვარდა, ცუდად არის ნამდვილად საქმე ბაგრატისა. რატომღაც წავიდა ცერად არადაში, მე მგონი შეიძლებოდა პირდაპირ სირბილი და ქოიავა. ვიღაცამ ბოჭვა თუ არ გაუკეთა, აუცილებლად ადებს ლელოს და ასეც არის. სანდრო ქოიავა თავისი გუნდის მესამე ლელოს ავტორი დღევანდელ შეხვედრაში. არადა რა კარგად უტევდა ქუთაისის ბაგრატი. გასაგებია ის, რომ დაიკარგა ბურთი, ისიც გასაგებია, რომ ხმალაძემ გაჭრა, მაგრამ აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო ბოჭვა ან ისევ ხმალაძეზე, ან ქოიავაზე. უბრალოდ ძალიან დიდი და ესეთი მძლავრი ნაბიჯებით მიდიოდა, როგორც ჩანს ქოიავა და ვეღარ მოერგო ბოჭავი იმისთვის, რომ შეებოჭა და კოჭებში გამოედო ხელი მაინც. ასე გახდა ანგარიში 19-3 და თუ ახლა აფრასიძე გარდასახავს ამ დარტყმას, ამ ლელოს კიდევ 2 ქულა დაემატება აქტივს. ასეც არის, გარდასახა და 21-3 გახდა ანგარიში და მე მგონი ასეც დასრულდა კიდეც პირველი ტაიმი, ნამდვილად ასეა. მოკლედ ბუბუტეიშვილი, ხმალაძე და ქოიავა არიან ლელოს ავტორები ამ შეხვედრაში. შევისვენოთ 10-12 წუთი და შემდეგ დაუბრუნდეთ არ მართლა ძალიან საინტერესო შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს ქუთაისის ბაგრატი და ლელოს არასენსი ხვდებიან.
ბრუნდებით ქუთაისის სარაგბო ბაზაზე, რომელსაც აია არენა ჰქვია და ვაგრძელებთ საქართველოს პირველობის დიდი 10-ის პირველი ტურის მატჩის ცქერას, რომელშიც ერთმანეთს ერკინებიან ქუთაისის ბაგრატი მასპინძელი და თბილისის ლელო სარასენსი მოქმედი ჩემპიონი. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 3-21 იგებს ლელო სარასენსი, მათ 3 ლელო დადეს, 3 გარდასახული ლელო, ესენი გააკეთა თორნიკე ბუბუტეიშვილმა, ლაშა ხმალაძემ და სანდრო ქოიავამ და ერთი ჯარიმით უპასუხეს დინჭველაშვილის ჯარიმით უპასუხეს მასპინძლებმა. აღსანიშნავია, რომ 3-ვე გარდასახვა ლელო სარასენსის შემადგენლობაში შეასრულა სხვადასხვა ადამიანმა. პირველი დაარტყა ბარკალაიამ, შემდეგ ხმალაძემ და შემდეგ აფრასიძემ. ასე რომ მრავალფეროვნება გვაქვს ამ მხრივ. მეორე ტაიმს დაიწყებენ ლელო სარასენსის მოთამაშეები, რომლებიც წითელი შავი მაისურებით ასპარეზობენ, ხოლო წითელი შავი ეთქმის ალბათ, ვარდისფერი შავი დავარქვათ, ფორმებით გამოვიდნენ მოედანზე ბაგრატის მორაგბეები. დაიწყო მეორე ტაიმი, დაიწყო ლაშა ხმალაძემ, დაარტყა მაღალი ბურთი და ჩაუვარდა ხელში თხელიძეს, რომელიც ძალიან აქტიური იყო პირველ ნახევარშიც. თუმცა ალბათ კიდევ მთლიანად გუნდი უნდა გააქტიურდეს საიმისოდ, რომ ლელო სარასენს რაიმე ზიანი მისცენ. ხო, მასპინძლებმა ლელო სარასენსი ძალიან კარგი გუნდია, გამოცდილი, ახლა კვესელაძე გარბის შეუტრიალა ჯვარზე ბურთის შესანიშნავად ხეცოიძე, შემდეგ ხმალაძე ორმა კაცმა საერთო ძალისხმევით გააჩერეს, თუმცა ისიც მოახერხა, რომ კონტაქტის შემდეგ კიდევ 1 მეტრანახევარი მაინც გაიარა წინ და შემდეგ უკვე ბუბუტეიშვილი უტევს. ბუბუტეიშვილი ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ლიდერად ლელოს შემადგენლობაში, ბურთით ხელში, აუტებში, ძალიან კარგია, არც დაცვაში აკლებს რაიმეს. ბევრს მუშაობს და ძალიან მოკლედ გამოადგა ეს მოთამაშე ლელო სარასენს. შემდეგ ხმალაძე იქვე ახლოს გაატანა გავაშელიშვილს, რომელიც გააჩერეს, ვეღარ წავიდა შორს. აფრასიძე მარცხენა ფლანგზე მოუხმობს თანაგუნდელებს, ქოიავა. ქოიავამ ძალიან შორს ვერ წაიწია, თუმცა როცა საჭირო იყო წინა პირველი ტაიმის ბოლოს, მაშინ ვერ გაუკვეთეს, ის მნიშვნელოვანესი ბოჭვარ, როდესაც ის უნდა გაეჩერებინათ. შემდეგ დაიკარგა ბურთი, ისე რომ ბურთი გადაეცა ბაგრატს, იმის გამო რომ შებოჭილმა მოთამაშემ ბურთს ხელი არ გაუშვა. ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი რეპორტაჟი, ჩვენი ტრანსლაციის მხარდამჭერი და სპონსორია ლუდსახარში ზედაზენი, რომლისთვისაც რა თქმა უნდა მას ძალიან დიდი მადლობა და იმედია, რომ ჩვენთან ერთად დარჩება მთელი სეზონის განმავლობაში და კიდევ არაერთ კარგ თამაშს შემოგთავაზებთ საერთო პარტნიორობით ზედაზენთან ერთად. თამაში გრძელდება იმით, რომ აუტში ბურთი უნდა მოაწოდონ ბაგრატის მოთამაშეებმა, ამას პირველი ტაიმის განმავლობაში საკმაოდ კარგად გიორგი გუდავა აკეთებდა, სავარაუდოდ ისვე გააგრძელებს საკმაოდ ასევე კარგი წარმატებით. ამჯერად უკვე ბურთი აგდო არა გუდაძეზე, არამედ ჩიქვინიძეზე და უტევს ბაგრატი. ვერ მიიღო ბურთი ზაალიშვილმა, უკვე მეორედ ამ შეხვედრაში დაუფარეს აფრასიძეს და ახლა ეს ბურთი ვინმე უნდა მოიპოვოს. ისევ აფრასიძეს ჩაუვარდა ხელში. აქ კონტრაქტზე უნდა ეთამაშათ, ალბათ უფრო მეტად ვიდრე ბურთის დაუფლებაზე. ბაგრატის მოთამაშეებს ჭყოიძე კინაღამ გაეპარა ახლა კარგად ამოწეულ დაცვას. სტუმრების კვაჭი. შემდეგ თავზე გადაუგდო დაცვას ბურთი ხმალაძემ და დაუვარდა შემდეგ კვესელაძეს. კვესელაძის დავარდნის ბურთის დაგდების შემდეგ დაინიშნა შერკინება ბაგრატის სასარგებლოდ. ხმალაძის პასიც არ იყო ცოტა ესეთი ზუსტი და კონცენტრირებული, მოდი ასე ვთქვა, ცოტა ესეთი სათუო ბურთი წავიდა, ვეღარ მიიღო ვერც კვესელაძემ, არ დაუკარგოთ მასაც ბრალი და დაუვარდა. მოკლედ საერთო ძალისხმევით ლელოელებმა დაკარგეს ბურთი, რაც საკმაოდ კარგი შანსია, ნორმალური შანსი, მოდი ასე ვთქვათ, ბაგრატისთვის. ეს არ არის 5 მეტრიანი შერკინება, მაგრამ არის 15, დაახლოებით 25 მეტრიანი შერკინება. შეცვლა განახორციელა ბაგრატმა, გავიდა 12 ნომრით მოასპარეზე გია თითბერიძე.
და გავიდა 5 ნომრით მოთამაშე რეზო არჩვაძე. მათი ადგილები ვინ დაიკავა გეტყვითახლავე 21 ნომრით გიგა ცირეკიძე შემოვიდა მეორე ხაზში, ხოლო თუ ვინ დადგება 12 ნომრის პოზიციაზე, აი მას ცოტა ხანში მოგახსენებთ როგორც კი ნომერს დაუნახავ შეცვლაზე შემოსულ მორაგბეს. გივი ლოსაბერიძე კი, რომელმაც პირველ ტაიმში 10 წუთიანი სასჯელი მოიხადა ბურთზე ხელის ჩარტყმისთვის და შეტევის ჩაშლისთვის, ახლა ბურთით ხელშია და შერკინებაში უპირებს მას შეგდებას. პირველი მცდელობა ისევ უშედეგოა. და მეორე ცდით შეეცდება ლოსაბერიძე თამაშის გაგრძელებას. ზვიად ოდიშარია 23 ნომრით 12 ნომრის პოზიციას შეავსებს და შეუწყვილდება ის ცენტრში გიორგი ფრუიძეს. გიორგი ფრუიძისგან მე გითხარით, რომ ალბათ ცოტა უფრო მეტია მოსალოდნელი და მეტიც შეუძლია და მეტიც ალბათ მოეთხოვება ამ პირობებში, მაგრამ ჯერჯერობით მისგან ვერ ვნახეთ აი ის შამპანურის რაგბი, რასაც არ როგორც ეძახიან, რასაც ველოდით, აი ეს კი შემოსული და პირდაპირ ომში შეგდებული ოდიშარია. შემდეგ თხელიძე მოიშორა მბოჭავები და ამოგდებისას გადაუვარდა წინ, მაგრამ იყო ჯარიმა. ჯარიმა იყო ცოტა ადრე. ჯარიმა ყოფილა შერკინებაში და არა მას შემდეგ, როდესაც ბურთი გამოვიდა შეტრიალებისთვის და რეზი ჯინჭველაშვილი ახლა ბურთით ხელში. კარში დარტყმას კი მოუწოდებენ აქ ტრიბუნები, მაგრამ ის არ აპირებს ამას, რადგანაც მისი გუნდის ჩამორჩენა არის მთელი 18 ქულა. და თუ ბაგრატს პირველ თამაში, თავის სადებიუტო თამაში გამარჯვება სურს, ალბათ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რომ დროზე დაიწყოს ამაზე ზრუნვა და დროზე დაიწყოს ლელოზე თამაში. გიორგი გუდავა ბურთით ხელში და მისი დერეფანში მისი ერთ-ერთი ყველაზე ესეთი პროდუქტიული მეწყვილე ზვიად გუდაძე. როგორც პირველ ტაიმში გითხარით, გუდაძის ტანდემი მუშაობს. აი ახლა ვნახოთ თუ არა, ჩემი ვარაუდით ისევ ამ მოთამაშეზე უნდა წავიდეს ბურთი, რადგანაც ყველაზე დამაჯერებლად სწორედ გუდაძეზე აგდებული ბურთებია ხოლმე მოგებული. ამასობაში კვაჭი შეცვალეს ლელოელებმა. ჭყოიძე გავიდა, ლომთაძე გამოვიდა. აი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მომენტი ასე ახლოს არ ყოფილან. შეიძლება ამის თამამად თქმა ბაგრატის მოთამაშეები ლელოსთან. დაიწყო ძრმოძრაობები 1-2 მესამე კი ავიდა მშვენივრად გუდაძე, კარგი იყო, ჩამოყალიბდა მოლი, ოდნავ შეიცვალა მიმართულება, დაბძრიალდა და გადაიქცა რაკად. ჯერ კიდევ არის შანსი ბურთი არ დაუკარგავთ ბაგრატის მოთამაშეებს, სიმართლე გითხრათ. იქნები ცოტა ტენდენციური და გულშემატკივრობ ამ გუნდს არა იმიტომ, რომ რაღაც პირადი ინტერესები მაქვს, არამედ იმიტომ, რომ ეს არის დებიუტანტი გუნდი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან დამაჯერებლად, თავდაჯერებულად და ღირსეულად დაიწყოს ასპარეზობა უმაღლესთვის ჯერაც უცხო ტურნირში. თხელიძემ თითქოს გათამაშებას სცადა, მაგრამ საბოლოოდ ისევ ჯინჭველაშვილს დაუტოვა და გადააგდო ბურთი რეზიმ აუჩი, ისევ 5 მეტრიანი დერეფანი ბაგრატის შესრულებით. სრულად დააყენეს 8 მორკინალი დერეფანში. როგორც ჩანს აპირებენ რომ მოხსნან ეს ბურთი და შეუტიონ რაკი მოლით. პირველიც და არ გამოვიდა, რადგანაც მოლების და მსგავსი კონსტრუქციების დასაშლელი მექანიზმები ბევრი აქვს ლელოს არასენს. აი ახლა მოუწია ბურთის გამოტანა და უკან დახევა ბაგრატს, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ძალიან კარგი იყო ბაკურ გოშაძე. შემდეგ ლოსაბერიძე, ჯინჭველაშვილი შეაცურა და ცუდად ჯერ ერთი ძალიან დიდი პაუზა გააკეთა ამ შეცურებამდე. შემდეგ დაუფარეს, მოკლედ მთელი კასკადი იყო იმისი, რაც არ უნდა მომხდარიყო ბაგრატის სასარგებლოდ, მაგრამ ისევ ჯარიმა ამჯერად უკვე ლელოელებმა უხშირეს დაჯარიმებას. კაპიტანს სწორედ დისციპლინის დაცვისკენ მოუწოდებს შოთა თევზაძე, მატჩის მთავარი არბიტრი, რომელსაც ამ შეხვედრაში გია ამირხანაშვილი და ონისე მოგელაშვილი ეხმარებიან და კიდევ ერთი
ჯარიმა ბაგრატის სასარგებლოდ, რომელიც ამჯერად უკვე იმდენად უტყუარი სამიქულაა, რომ აღარ გარისკეს მასპინძლებმა და დაარტყეს, გადაწყვიტეს, რომ დაარტყან პირდაპირ კარში. გასაგებია კიდეზე როცა იყო, მაშინ შეიძლებოდა კიდევ რაღაც იმით გამართლება თავისა, რომ სათუოა ამ ბურთის გატანა, აქედან კი თითქმის 100%-იანი სამიქულაა, მასზე უარის თქმა. ალბათ ამ მომენტისთვის არ შეიძლება, ჯერ დრო ბევრი რჩება. ასეც არის. ხდება ანგარიში 6-5-1, ეს ჯერ კიდევ ვერ არის ის რაც მატჩს დაძაბავს, მოდი ასე ვთქვათ, მაგრამ არის საწინდარი იმისა, რომ თუ ერთი ლელო გაიტანა ბაგრატმა, უკვე რაღაცას დაემსგავსება ანგარიში და შეიძლება შემდეგ გამარჯვებასაც კი იფიქროს მასპინძელმა გუნდმა. დაშავებულია სურგულაძე, თუ არ ვცდები, რაღაცას შველიან, მაგრამ თითქოს ფეხს იტკიებს. ლელოს არასენსის მესამე ხაზის ერთ-ერთი მამასახლისი, შეიძლება ასეც ითქვას, ერთ-ერთი ძალიან აქტიური მოთამაშე, რომელიც განაგებს ძალიან ბევრ რაღაცას თავისი გუნდის შერკინების თამაში, როგორც სამუშაოს, ასევე თეთრს ბევრს ასრულებს გუჯა სურგულაძე. მაგრამ ამჯერად საეჭვოა, რომ ის გამოვიდეს დარჩეს მოედანზე, მის ნაცვლად ვიღაცა უნდა შეიყვანოს ლევან მაისაშვილმა და ეს ვიღაცა ცოტა ხანში გვეწოდინება ვინ არის, თუმცა მანამდე ვიცით, რომ შესულია ცისკარა ბერიაშვილი 22 ნომრიანი მაისურით, მან ადგილი დაიკავა. ალბათ სწორედაც რომ სურგულაძის ადგილას. 22 ნომერი მაისური, როგორც ვიცით, უკანა ხაზელებისაა ხოლმე, როგორც წესი, მაგრამ ისეთ ადგილას დადგა, რომ ვფიქრობ, სწორედ შერკინებაში შემოვიდა ბერიაშვილი. მოიპოვეს დარტყმის შემდეგ ბურთი ბაგრატელებმა, ჯინჭველაშვილი ფეხით თამაშობს. ტოვებს, რა თქმა უნდა, ბურთს მოედანში, ზაალიშვილი წავიდა ამ ბურთზე, მიიღო და იქვე გაატანა ქოიავას, რომელიც აღმოჩნდა 8 ნომრის პოზიციაში და შემდეგ შესანიშნავად ჩავიდა ამ ბურთზე. ძალიან კარგად ჩავიდა ამ ბურთზე. შეცვლაზე შემოსული გიგა ცირეკიძე. აი ძალიან სუფთად, ყოველგვარი ეკვის გარეშე იყო ეს სუფთად ნამუშევარი. აცადა, გააკეთა პაუზა, აჩვენა და ჩავიდა ბურთზე მის მოსაპოვებლად დაასწროს უყველას. ერთი კარგი პლუსი, ჯანმრთელი პლუსი გიგა ცირეკიძეს გრაფაში. აქედან დარტყმა კი ნამდვილად ვერ გეტყვით, რამდენად ჯდება რაღაც ლოგიკის და კეთილგონიერების ფარგლებში. არის თითქმის 50 მეტრი, ბევრიც აღარაფერი რჩება, თან არ არის ზუსტად ცენტრში. მაგრამ ჯინჭველაშვილმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და თავადვე უნდა იყოს პასუხისმგებელი მასზე. დარტყმა არ არის ცუდი, კარგი მიმართულებით მიდის და გადის კარში. ანგარიში ხდება 9-21. საკმაოდ მალე მოახერხა მეორე ტაიმის დაწყებიდან. ბაგრატმა გაქვითვა 6 ქულის, რაც რა თქმა უნდა ცუდი არ არის, მაგრამ სხვაობა მაინც ჯერ კიდევ არის 12 ქულა. ლელოს არასენსმა ცოტა შეიძლება ითქვას, რომ სვლის ტემპი დააგდო, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მას შეუძლია ამ ტემპის ისევე აწევა. აქ ცოტა ხნით სათუო გახდა ბურთი, საბოლოოდ ჩაუვარდა ხელში ლომთაძეს. სათადარიკო კვაჩს და საბოლოოდ გადაეცა ის ბაგრატს იმის გამო, რომ თუმცა ისეთი ხმაური და ჟიოტაჟია, რომ დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს რის გამო. როგორც ჩანს, წინ გადაუვარდა ბურთი ლელოს მოთამაშეს. და ისევ ბურთი ხელთ ჩაიგდეს ბაგრატის მორაგბეებმა. უტევენ ამჯერად არიან საკუთარ ნახევარზე, აქედან ხელით შეტევა რამდენად უპრიანია ლელოს წინააღმდეგ, როდესაც შეცდომა ასე ძვირად ფასობს, არ ვიცი, ალბათ ჯინჭველაშვილი
ფეხს დაარტყამს, ისეთ პოზიციაში დგას, რომ არ არის ეს გამორიცხული, თუმცა ჩერტინების უკან, თუმცა შეიძლება რომელიმე მხარე აირჩიოს და შეუწიოს. ამოცოცხლდა გულშემატკივარის, გამოვიდა ბურთი, არა თავადვე, აი ახლა ითამაშა ლოსაბერიძემ ფეხით, ზაალიშვილი მიიღო და თავადვე შეუტია. შეუტია, წავიდა განზე, იქით კიდისკენ. ბურთი დაიკარგა, ბურთი უბრალოდ თითქოს დაიკარგა, ოდნავ გაგორდა მიწაზე, მაგრამ გაგორდა იმის გამო, რომ როგორც ჩანს დაარღვიეს თამაშის წესი დაარღვიეს მასპინძლებმა. ლაშა ხმალაძე ბურთით ხელში, როგორც კაპიტანი და როგორც ლიდერი თავისი გუნდისა ელაპარაკება მსაჯს, რაღაცას მიუთითებს. რა იყო? ვერ გეტყვით რაში იყო საქმე. არ გადავიდა, როგორც ჩანს, ბურთი დატოვეს ბაგრატელებმა მოედანზე. შემდეგ საპასუხო დარტყმა და როცა უნდა ყოფილიყო ლელოს დერეფანი რაღაც 22 მეტრიან ზოლთან მეტოქის ნახევარზე, ახლა საკუთარ ნახევარზე ითამაშებენ ისინი ცენტრალურ ხაზთან ახლოს. ზაალიშვილი გაიყვანეს. არა, უბრალოდ აქეთ გადმოისროლეს ჩვენი ტრიბუნებისკენ ახლოს, შეუცვალეს მას პოზიცია და მისი ადგილი დაიკავა უკაცრავად რაღაცაში. ჯონი ხეთურიანი კარგად შემოსულია. 15 ნომრის პოზიცია ზაალიშვილის გამოვიწყდა, მე თვითონ აღნიშნე პირველი ტაიმის განმავლობაში. ახლა ბურთით ბრძოლა ცენტრალურ ხაზთან, აფრასიძე მოკლებთა აქცია, იქ სადაც მოთხოვა გავაშელიშვილმა და კარგადაც მოთხოვა, რადგანაც მოიგო მთელი 15 მეტრი, შემდეგ მაისურაძე და შემდეგ ლომთაძე რა კარგად ამოუხტა ახლა ბოჭვას და შემდეგ აფრასიძე შეიცურა ბურთი და ვინ მიყვება, არც არავინ. ამითი გადარჩა ბაგრატი, რომ იქ შემყოლი არავინ იყო და შემდეგ ჯარიმა. ჯარიმა ლელოს საწინააღმდეგოდ, მაგრამ რისთვის? ლაპარაკისთვის. როგორც ჩანს, ლაპარაკისთვის ზვიად მაისურაძისკენ გაიშვირა ხელი შოთა თევზაძემ, ალბათ ის დაჯარიმდა, ეს ჩემი ვარაუდია, ზუსტად ვერ გეტყვი. ყოველ შემთხვევაში ძალიან სახიფათო შეტევა ჩაიშალა ლელოსი, რომელიც მე 4 ლელოსკენ მიდიოდა და დამთავრდა იმით, რომ აი ძალიან კარგად ამოიტანა ბურთი თითქმის მეტოქის წვეტილ ხაზამდე საკუთარი 22-დან რეზო ჯინჭველაშვილი. ბურთი არის ბაგრატის, თამაში მიმდინარეობს ლელოს 10 მეტრიან ზონაში და ბაგრატელები არ აყენებენ თუ არ ვწდები სრულ შემადგენლობას შერკინებისა დერეფანში. ასეა, აი თხელიძეს ხედავი ჯინჭველაშვილთან ახლოს, სავარაუდოდ ის მიიღებს კიდეც ამ ბურთს, იქვეა მისი თანაგუნდელი შერკინებიდან, მაგრამ ზუსტად რომელი ვერ ხვდები. არა, ეს არის შესვლაზე შემოსული უდიშარია, რომელიც გაბარიტებით სულაც მორკინალის გაბარიტებისა, აქ ბაკურაძემ უნდა ითამაშოს, რა კარგად შეიგდო, ახლა ძალიან ჭკვიანურად ითამაშა ახლა ბაკურ გოშაძემ უკაცრავად, ბაკურაძე სახელის ვარა ტრანსფორმირება მოახდინე, თითქოს აპირებდა კონტაქტში შესვლას და ამ დროს ძალიან ესე ფარულად ბურთი ფეხით შეიცურა, ფეხბურთელის სტილში. თუმცა შემდეგ მას გამოსდეს, დაუდეს ფეხი, წააქციეს, დაჯარიმდნენ ლელოელები და აქ შეიძლება სანქციებიც მოყვეს. სანქციები მოყვეს შეიძლება ლელოს საზიანოდ. არა, სანქციები როგორც ჩანს არ მოყვება, მხოლოდ და მხოლოდ არა მოყვა მართლაც ასია ყესელაძე, რომელმაც დაუდო ფეხი ბაკურ გოშაძეს, გაისაჯა 10 წუთიანი გაძევები. და კიდევ ერთი შანსი რეზი ჯინჭველაშვილს, მე უნდა აღვნიშნო, რომ ქარი ოდნავ შენელდა, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ჩადგა კიდეც. და ხელს იმდენად აღარ უშლის კარში დარტყმას. ჯინჭველაშვილმა შეასრულა ამაზე უფრო შორიდან, მაგრამ უფრო შიგნიდან, უფრო ცენტრისკენ
დარტყმა კარისკენ, უფრო კარის ასე ვთქვათ, პირდაპირ. აი ახლა კი პირდაპირ 15 მეტრიანი ხაზიდან უნდა განახორციელოს 44 მეტრი ისე იქნება როგორც გაგიხარდება. დარტყმა არის პირდაპირ უზადო. შეიძლება ამის თქმა როგორც ჩანს ძალიან კარგ ფორმაშია გინჭველაშვილი ყოველ შემთხვევაში ფეხ ჩაუქობის ამბავში. დაანგარიში ხდება 12-21. 12-ვე ქულა რეზი გინჭველაშვილის ანგარიშია, 12-ვე მოუპოვა თავის გუნდს 10 ნომერმა. აქედან 9 იქნა აღებული მეორე ტაიმის დაწყების შემდეგ. ლელო სარასესი კი 21 ქულის ამარა, რომელიც პირველ ტაიმში მოიპოვა და ასე თუ აცალა მეტოქეს შეიძლება რომ დაეწიოს კიდეც ბაგრატი. ძალიან სერიოზული აღმაფრენა დაიჭირა ახლა ქუთაისის ბაგრატმა. ამას ხედავთ იმ წინსვლაში, რომელიც ჩვენს წინაშეა. გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე და გრძელდება შეტევა. ლოსაბერიძე არ აყოვნებს უკვე შეტევას. თავადვე წავიდა გინჭველაშვილი უბრალოდ თუ მიეხმარება ვინმე. კი თავადვე ლოსაბერიძე მიეხმარა, რადგან ცოტა დააგვიანეს მორკინალებმა, მაგრამ გუნდი მაინც რჩებათ სტუმრე მასპინძლებს. ლოსაბერიძე ურკინა წავიდა დაბლა, კარგად დაუხდნენ ბაგრატელს. გინჭველაშვილი ფეხი, რომელმაც ბევრი ვერაფერი შეძინა მის გუნდს. თუმცა როგორც ჩანს იყო უპირატესობა. ხოლო ლოსაბერიძე მოუწოდებს ისედაც აჟიტირებულ პუბლიკას კიდევ უფრო დიდი აჟიოტაჟის წინ. მე მგონი გული მიგზნობს რომ პირველი ტურის პირველი შეხვედრა ჩვენთვის, რა თქმა უნდა, გეტყვით რომ თბილისში მიმდინარეობს პარალელურად შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ყოჩები და აკადემია და ყოჩები ხვდებიან და პირველი ნახევრის შემდეგ 17-3 იგებდა აკადემია. მაგრამ მოდი ამასაც პირველი მატჩი დავარქვათ, რადგან ერთდროულად დაიწყო. მე მგონი რომ აი ამ შეხვედრის დასასრული იქნება ძალიან საინტერესო, ძალიან ინტრიგით სავსე და ჩვენ ზუსტად ეს გვინდა. ამისთვის ვართ ჩამოსული თბილისიდან ქუთაისში ჩვენი გადამღები ჯგუფი. გინჭველაშვილის დარტყმა მართლაც კარგი იყო და მეტოქის 22 მეტრიან ზონაში დაახლოებით ლელომდე, მოდი ასე ვთქვათ, 18 მეტრით ადრე დერეფანს გამართავს ქუთაისის ბაგრატი. ლელო ძალიან კარგი იყო პირველ ნახევარში. პირველ რიგში მეტოქეს დაგვია იმით, რომ სწრაფი ტემპი შესთავაზა, სწრაფი გათამაშება ბურთის, ალაგ-ალაგ დაუშვეს შესწავლით ბაგრატელებმა და ამით სამჯერ ისარგებლეს სტუმრებმა, მაგრამ აი მეორე ნახევარში ჩვენ ვერ ვხედავთ იმ ლელო სარასენს, რომელსაც მივეჩვიეთ. თუმცა ისევ გეტყვით, რომ ეს მხოლოდ სტარტია ჩემპიონატის და არავინ იცის როგორ და რანაირად მოუმატებს ეს გუნდი. აქ მე მგონი წინ გადაუვარდათ ლელოელებს, კერძოდ კი აფრასიძე ცდილობდა მის დაუფლებას და აი ამ დაუფლების მცდელობისაც დაუვარდა წინ, თორემ მანამდე არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ეს ბურთი რომ დაეჭირა აფრასიძეს, თამამად შეეძლო სირბილი გაეგრძელებინა. შერკინება ბაგრატის სასარგებლო. ამას მე მგონი კომენტარი არ სჭირდება, ბაგრატს გულშემატკივარი აქ საკმაოდ ყავს. ისევე როგორც ბლომად ეყოლება ხვალ აიას, რომელიც ბათუმს მიიღებს ამავე ფაზაზე, ოღონდ ერთი მოედნის გვერდით და ამ მატჩსაც როგორც გითხარით, შემოგთავაზებთ ჩვენი პორტალის დევიჯის საშუალებით.
ერთი ნაკლი რაც ამ შეხვედრას თან ახლავს არის ის რომ გუნდებს აწვიათ თითქმის ერთნაირი ფორმები. მე მგონი ეს ძალიან იოლი ხარვეზი არის რომლის აღმოფხვრაც შეიძლება და აქ თამაშობენ მოკლე ფრთაზე არც ისე კარგად რადგანაც თითქმის უკვე წაკითხული ქონდათ ლელოელებს ეს შეტევა არც შერკინება შეტრიალდა იმ მიმართულებით რომ ეს მომგებიანი ყოფილიყო აქ შეტევა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბურთი შეინარჩუნა მაგრატმა და უტევს ჯინჭველაშვილი შეიყვანა ძალიან ესეთი როგორც გითხარით მორკინალის ჯანზე მყოფი ოდიშარია კონტაქტში კარის პირდაპირ გააჩერეს გადაუვარდათ ბურთი როგორც ჩანს მაგრატელებს და ხმალაძემ განმუხტა სიტუაცია იმით რომ დაარტყა საკმაოდ კარგად და ვერ გადაარჩინა ეს ბურთი ვერ გადაარჩინა ტორაძემ ამ მომენტისთვის ანგარიშია 12-21 რაც იმას ნიშნავს რომ სხვაობა არის 9 ქულა მოგეხსენებათ რაგბში არ გაიქვითება ერთი რეზულტატური შეტევით მჭირდება სულ მინიმუმ 2 ამიტომ ბაგრატს ახლა სჭირდება ალბათ ესეთ ლოგიკურად თუ მივყვებით ერთი ჯარიმა მაინც რომლებსაც ბრწყინვალე დასრულებს დღევანდელ შეხვედრაში ჯინჭველაშვილი და შემდეგ უკვე ლელოზე თამაში მე არ ვიცი ეყოფა თუ არა დრო იმისთვის რომ მთლიანად ჯარიმებით მიაღწიოს 21 ქულას ან თუნდაც 24-ს ბაგრატს თუმცა დრო არის საიმისოდ რომ აი ამ ესეთი სხვაობა აღმოფხვრას გუნდმა მაგრამ ამავე დროს ჩვენ მოვედით კარგ თამაშს ლელოსგან რომელმაც დააგდო ნამდვილად ხარისხი მეორე ნახევარში და აი ახლა იმედი გვაქვს რომ ისიც გააუმჯობესებს ამ შეხვედრას და ბოლო ფინიში მართლაც კარგი იქნება გიორგი გუდავა ესეთი არც თუ ისე დამაჯერებელი ბურთი მოხსნა ახლა ბაგრატის მოთამაშემ ჰაერში თუ არ ვწდები ეჩიქვინიძე იყო კარგად დააზღვია ახლა აფრასიძემ ეს ბურთი დარტყმული ბურთი და თავადვე შეუტია შემდეგ ჯინჭველაშვილს გაატანა და არა თანაგუნდელს გრძელდება თამაში და ბურთი აქვს ბაგრატს აი აქ როგორ გადაწყვეტილება ცოტა შეიძლებოდა თავიდან ფეხის თამაშის მაგრამ ახლა უკვე გვიანია შემდეგ თამაშობს ყველგან მყოფი გუდაძე კარგად ასუფთავებენ რაკებს ბაგრატის მოთამაშეები ერთ-ერთი მათგანი დაშავებულია კერძოდ ეს ჯინჭველაშვილია და ფეხით უნდა ითამაშოს ვიღაცა სხვამ და ფეხით თამაშობს ეს პატივი სერგო კვერნაძეს რომელმაც დაარტყა საკმაოდ კარგად წავიდა ბურთი შორს მივიდა თითქმის მეტოქის ლელოს ხაზამდე და აქ ჩახურვაში არ ჩქარობენ ბაგრატის მოთამაშეები ხოლო აფრასიძის დარტყმა არ იყო მაინც და მაინც მაღალი ხარისხისა გადავიდა არც ისე შორს და ამით ძალიან დიდი მანძილი მოიგეს მასპინძლებმა მეტოქის ნახევარზე წვეტილ ხაზზე ეკნებათ მათ დერეფნის მოწოდების უფლება დერეფანი ისევ სრულფასოვანი ჩამოაყალიბეს მასპინძლებმა ხოლო ლელოს შეტევა ის ერთი გაელვება არ დასრულდა ასე თქვა ქრონიკულში არ გადაუვიდათ არ ჯერჯერობით ვერ მოახერხეს ის რომ სტაბილურობა შეინარჩუნონ და ძირითადად საკუთარ ნახევარზე აატარებენ დროს აქ სტრაფი ბურთი ააგდეს მოიგეს მართალია არც ისე დამაჯერებლად მაგრამ მოიგეს და აქ უკვე კრუიძე უტევს შემდეგ იქვე გაატანა, იქვე ახლოს მყოფ ოდიშარიას. წინსვლა იყო გადალახეს უპირატესობის ხაზი და ახლა მორიგი დარტყმა მზადდება. წავიდა მიწაზეც ვერ იტყვი რომ წინსვლა ამ მიძალებასაც მოყვა და ჯინჭველაშვილი. თვითონვე სადა გაძრომა არ გამოვიდა, აი აქ იქვე აიტაცა ძალიან კარგად. ასევე ძალიან აქტიურმა გოშაძემ და შეუტია, მან მოიგო 10 მეტრი, გრძელდება თამაში. არ იყო ცუდი და ახლა სრულ მარტოობაში იყო ფლანგზე გიგა ცირეკიძე, მის დასასახელოდ უნდა ითქვას რომ ბურთი არ დაკარგა. შემდეგ ავთანდილ ბოგვერაძე პირველი ნომერი. ეს ჯარიმა.
ეს ჯარიმაა, რომელიც შეიძლება ყვითელი ბარათითაც კი დაისაჯოს, რადგანაც ცინიკურად მოიხსენიებენ ხოლმე მას რაგბიში. ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ ერთი მოთამაშე კერძო წესელაძე უკვე არის სინგლში და მას მიუჯინეს გვერდით გიორგი ლომთაძე. ვფიქრობ, სრულიად დამსახურებულად ეს იყო ნამდვილად ცინიკური თამაში, მას აბსოლუტურად შეეძლო, რომ ესეთი დარღვევა არ გაეკეთებინა, მან ეს ჩაიდინა სრულიად შეგნებულად და ასეთი დარღვევები რაგბიში ისჯება ყვითელი ბარათით. 13-15-ზე ცოტა ხანი ასე ითამაშებენ გუნდები, შემდეგ გააგრძელებენ უკვე 14-15-ზე ბაგრატის სასარგებლოდ. რიცხობურ უპირატესობაზე მაქვს საუბარი. ხოლო ლევან თხელიძე ყველანაირად ცდილობს, რომ ააბუნტოს და ააბორგოს ადგილობრივი გულშემატკივარი, რომელზეც ისედაც არ აკლია ნამდვილად ემოციური დამოკიდებულება მატჩისადმი. აი აქ საინტერესოა რა ხდება. ჯინჭველაშვილი არ ჩანს. გონი გავიდა მოედნიდან. ამიტომ კარში დასარტყმელად ემზადება ბაკურ გოშაძე? არა, უკაცრავად გია ცნობილაძე. გია ცნობილაძეა 22 ნომრიანი მაისურით SSA შემოსული მოედანზე. არა და რა კარგად ურტყამდა კარში ჯინჭველაშვილი, მაგრამ როგორც ჩანს რაღაც იტკინა. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გამყვანი ნამდვილად არ იყო არც ერთი მწვრთნელი, მე მგონი დედამიწაზე მოედნიდან. იქ ერთ-ერთი მოთამაშე ბალახს ეწევს და მკურნალობენ მას, შეიძლება სწორედ ის იყოს, მაგრამ ამაში არ ვარ დარწმუნებული. სანდრო მინდიაშვილს ხედავ მოედანზე შემოსულს, ჯერჯერობით ის სწორედ ბაგრატის დაშავებულ მოთამაშეს ამხნევებს, მაგრამ ალბათ შეცვლაზეც შემოიყვანენ. ამასობაში კი ჩვენ ხედავთ თუ როგორ ემზადება ახლახან შემოსული, სულ ახლახან ამ წამს შემოსული გია ცნობილაძე სამი ქულის გასაქვითად. არ არის რთული საქმე. ქარმაც მოიმატა. თუმცა არა შეუძლებელი ცნობილაძისთვის, როგორც ჩანს, და ანგარიში ხდება 15-21. ჯინჭველაშვილს კი არა და არ ეშველა, ვერაფრით ვერ გაუკუჩეს ტყუილი, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ექიმები დასტრიალებენ გარშემო და არც მოედნიდან გაყავთ ისევ წევს მოედანზე. რაღაცა უნდა უშველონ ახლა ამ კაცს. შეუძლიათ გაიყვანონ მოედნიდან და ლუდი შესთავაზონ მაგალითად ზედაზენი, რომელიც დღევანდელ ჩვენ რეპორტაჟში გვეხმარება და გვერდში გვიდგას, დიდი მადლობა მას ამისთვის. როგორც ჩანს, დასრულებულია დღევანდელი შეხვედრა ჯინჭველაშვილისთვის, რომელიც მას ნამდვილად პლუსში უნდა ჩაეწეროს. ხოლო თამაში გრძელდება და თამაში სხვაობა არის 6 ქულა. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ერთი გადასახული ლელოა. აი აქამდე მიიყვანა თამაში და მდგომარეობა ბაგრატმა, ეს პირველ რიგში მისი დამსახურებაა, თუმცა აქვე უნდა დავთქვათ, რომ ლელომაც მეორე ტაიმი ჩააგდო. ყოველ შემთხვევაში ის ნაწილი რაც უკვე გასულია. ბაგრატმა ნამდვილად ღირსეულად დაიწყო ეს ჩემპიონატი, დავინახეთ რომ არის ბრძოლისუნარიანი გუნდი, თუმცა ამაზე ბოლოს უკვე დასკვნის გაკეთების დრო რომ მოვა. განმუხტეს ახლა დარტყმით სიტუაცია მასპინძლებმა და ლელოს დერეფანი იქნება გაიმართება, იქნება ახლა მაინც ასე ვთქვათ იწაცონ თავში ხელი სტუმრებმა და მიხვდნენ რომ არ არის გარანტირებული მათი გამარჯვება, აქ უნდა მოუმატონ და აქ უნდა შეუტიონ, თორემ ერთი რეზულტატური შეტევა, ერთი ლელოიანი, გარდასახული ლელოიანი შეტევა ბაგრატის შესრულებით და უკვე მასპინძელი გუნდი გამოდის გამარჯვებული ამ შეხვედრისა. 22 ნომრით ცისკარა ბერიაშვილია და მან ვერ ააგდო, კარგად ვერ მოხდა ამ ბურთის კარგად დაუფლება, რითაც დაიკარგა შემდეგ
უტევს ბაგრატი, არ დააყოვნა ლოსაბერიძემ ამ ბურთის გამოტანა და კარგადაც მოიქცა, შემდეგ ფრუიძე და შემდეგ უკვე ცნობილაძე. ლოსაბერიძე ისევ ადგილზეა, აქ ერთი დარტყმა ოდნავ შეყონდა, მაგრამ არც ცირეკიძეა ცუდი. ხელიძე ელოდება ბურთს და მეეჭობა ვინმე სხვა მიიღოს, ასეც არის, გაატანა ჩიქვინიძეს მიხმარება სჭირდება. ეხმარნენ, გაწმინდეს ეს რაკი. ლოსაბერიძე ოდიშარია და შემდეგ ისევ ცირეკიძე. ახმაურდა გულშემატკივარი და სიტუაციაც გაცხელდა. შეიძლება ითქვას, რომ დუღილის ტემპერატურას უახლოვდება თუ უკვე არ გადააჭარბა. ლოსაბერიძე ითხოვს ამ ბურთს, შეყონდა ბურთი და აი ახლა ფეხით თამაშობს კვერნაძე თამაშობს ფეხით და არც ისე კარგად და დარტყმის ადგილზე ბრუნდება ბურთი. ლელოს არასესის სასარგებლოდ დერეფანში აგდებს ეს გუნდი ბურთს, თუმცა ნახეთ წინა ეპიზოდში როგორ დასრულდა. ჩვენ ვიცით, რომ ერთი კვაჭი დაშავებული ყავს ლელოს არასეს გიორგი ჭყოიძე, მეორე კი გაძევებული 10 წუთით. კვესელაძე დაუბრუნდა თამაშს, 12 ნომერი ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ 14-15-ზეა ახლა გუნდების თანაფარდობა მოედანზე. ამჯერად ვინ აგდებს? იგივე 22 ნომრიანი ცისკარა ბერიაშვილი. გასაგებია, რომ არ არის ასე ვთქვათ სტაჟიანი ამგდები და მისი პროფესია პირდაპირ არის, მაგრამ მეორე მცდელობა შესანიშნავი იყო, მოიგო გუგუტეიშვილმა, გაატანა მაისურაძეს, ახლა ისევ თავად ცისკარა იღებს ბურთს და აკეთებს კიდეც მანძილს. ქოიავა ხელით იშორებს მეტოქეს, მაგრამ ვერ იშორებს და ბურთიანად ჩაიგდო ხელში ახლა ბოგვერაძემ აფრასიძე. შემდეგ ისევ ბერიაშვილი. მას ბურთზე დახტომა მოუწია იმისთვის, რომ გადაერჩინა რაკში. ცოტა ხანი შეყონდა ბურთი და რადგანაც წინ მიიწევდა ამ რაკში ბაგრატის გუნდი, სწორედ მას დარჩა ეს ბურთი. რაკში ბურთი გახდა უქმი, აღარ გამოვიდა იქიდან და იმ მომენტში უკან იხევდა ლელოს არასესი, წინ მიიწევდა ბაგრატი და გადაეცა შესაბამისად ამ უკანასკნელს ბურთი. შერკინება მასპინძელთა სასარგებლოდ. ისევ პაუზა შეხვედრაში, როგორც ჩანს, დაიღალნენ კიდეც, შეგახსენეთ, რომ ეს სეზონის სტარტია, ჯერჯერობით პიკში არავინ არის, არც ერთი გუნდი არ არის და ვერც იქნება. თან ბრძოლას მიჩვევა სჭირდება მოგეხსენებათ, ამიტომ უკვე რასაც გვთავაზობენ ძალიან კარგია. აშკარაა, რომ გუნდებს არ უჭირთ ფიზიკურად, თუმცა ეს ესეთი დაღლილობა, მოდი ასე ვთქვათ, შეუჩვევლობის გამოწვეული დაღლილობა სრულიად გასაგებია. შერკინებაში ბურთში აგდებს გივი ლოსაფერიძე, რომელიც შეუცვლელად თამაშობს ამ შეხვედრას, ისევე როგორც მისი ვიზავი გელა აფრასიძე, არ ჩქარობს ლევან მაისაშვილი სანდრო მინდიაშვილის შემოყვანას, რომელიც მოგეხსენებათ მთელი სეზონის განმავლობაში შარშან ძირითადი 9 ნომერი იყო ამ გუნდის, რომელმაც დადო გამარჯვების ლელო, შეიძლება ითქვას, ფინალში ლოკომოტივის წინააღმდეგ. დღეს სანდრო მინდიაშვილი თავის შანსს ელის სათადარიგოთა სკამზე. ან მის სიახლოვეს, რადგანაც ფეხზე დგას და თანაგუნდელებთან ერთად ადევნებს თვალს ამ შეხვედრას. გივი ლოსაბერიძე მიაწვა მიდის შეძახილები, ისე დაწაწვება ბაგრატი, მაგრამ როგორც ჩანს არასწორად. ათამაშებს სწრაფად ბურთს აფრასიძე, შემდეგ ბუბუტეიშვილი დახარა თავი, წავიდა წინ. დატოვა ბურთი და აფრასიძემ არ დააყოვნა ბურთის გათამაშება, უბრალოდ ცოტა იჩქარა, ამის გამო ვერ გააკეთა ზუსტი პასი. შემდეგ ხეცოიძე გაუსხდა 1 2 3 და ბოლოს ძლივს გააჩერეს 22 მეტრიან ხაზთან ახლოს. დაუვარდა ბურთი და შეიძლება აქ სირბილი. არა, არ დააცალეს, კარგად ჩაკეტეს გასასვლელი დერეფანი მელოელებმა და დაჯარიმდნენ
დაჯარიმდნენ ისევ და ისევ ლელოელები ოფსაიდის გამო. არა, უკაცრავად პირიქით შემეშალა. ოფსაიდის გამო დაჯარიმდნენ არა ლელოელები, არამედ ბაგრატელები, გამომდინარე იქიდან შემეშეცდომაც საიდან გამომდინარეობდა, რომ კარგ ხანს გაგრძელდა შემდეგ სათამაშო ეპიზოდი და ჩავთვალე, რომ უპირატესობას ანიჭებდა მსაჯი სწორედ შემტევ გუნდს, ამ შემთხვევაში ბაგრატს. კარში დარტყმა მზადდება. ამ საქმეს შეასრულებს გელა აფრასიძე, რომელმაც ერთხელ ეს საქმე უკვე კარგად შეასრულა, თუმცა ის ბევრად უფრო მარტივი სიტუაცია იყო. ახლა კი მისი ამოცანაა დაახლოებით 25 მეტრიდან თუ მეტი არა და ოდნავ გვერდიდან მცირე ქარში გააძვრინოს ბურთი ძელებს შორის. შეიძლება არც ისე მცირე ქარში. და რაც მთავარია, ანტაგონისტურად განწყობილი ტრიბუნების ფონზე. მე მგონი აქ არაფერმა ისი არ იმოქმედა, როგორც სწორედ სრულად განწყობილმა ტრიბუნებმა, რომელმაც მთელი სულითა და გულით მოინდომეს, რომ აფრასიძეს ეს დარტყმა აეცილებინა, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაში რჩება ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში, რაც მატებს გაძაბულობას ამ შეხვედრას და ფინიშს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. შორს დარტყმული ბურთი კვერნაძის შესრულებით ჩაუვარდა ხელში ხმალაძეს, ისე თავისით კი არ ჩაუვარდა, ძალიან კარგად დაუხვდა იქ, სადაც უნდა დაცემულიყო, შემდეგ დაარტყა, მიიღო ლოსაბერიძემ, შებოჭეს და ახლა შეტევას დაიწყებს საკუთარი ნახევრიდან ბაგრატი. თუმცა 9 ნომერი ჩათრეულია რაგში, ვიღაცამ უნდა იკისროს ეს საქმე. გამოჩნდა სამაგისო კაცი, შემდეგ იყო თამაში არც ისე კარგი, ერთხელ რაც გამოუვიდა პირველ ტაიმში გოშაძეს, მეორედ აღარ გამოუვიდა, დაიკარგა ბურთი და ლელოს არასენსი utevs. წავიდა თვითონვე აფრასიძე. ოფლოუდი თითქოს ჩაიფიქრა, მაგრამ ბოლოს აღარ გარისკა, შეინარჩუნა ბურთი და ბუბუტეიშვილი ათამაშებს მას. ხორბალაძე შემოსულა. ჭყოიძე მოაბრუნეს, როგორც ჩანს, ტრავმირებული გაიყვანეს ამ დროს მოედნიდან. კარგ ცხოვრებისგან არ არის ეს, მართლაც კოჭლობით გავიდა ჭყოიძე მოედნიდან და როგორც ჩანს ძალიან სერიოზული არაფერი მომხდარა მის თავს. არა, ერთი წამით ყველამ დაიჯერა, ერთი არა, რამდენიმე წამით ყველამ დაიჯერა, გარდა მსაჯისა, რომ ეს შეტევა შესაძლებელი იყო, რომ ეს ჩაიქრებოდა, მაგრამ მე მგონი ცხადი იყო, რომ წინ დაუვარდათ ბურთი ბაგრატის მოთამაშეებს. პრუიძემ ბოლომდე ირბინა, ხელიც აწია მაღლა ტრიუმფის აღსანიშნავად, მაგრამ მსაჯმა მას ვერადა ვერ მიაწია სასტვენის ხმა, იმისთვის რომ აღარ ერბინა ტყილა გამდენი. ტრიბუნებმაც ჩაახშეს, რა თქმა უნდა, სასტვენი და ასე მოკლედ ძალიან ისე სამწუხაროდ დამწუხრდა, მოდი ასე ვთქვათ, მთელი ტრიბუნა აია არენის სტადიონის. შერკინება ლელოს ეკუთვნის, მათ მართალია დაკარგეს იქ ბურთი და სუფთად რომ აეღო ეს ბურთი ფრუიძეს, იქნებოდა კიდეც ლელო, მაგრამ ვერ მოახერხა ეს. აშკარად ჩანდა რომ ხელი მოუხდა, წინ გადავარდა ბურთი და ამიტომ ბრუნდება ბურთი იქ, სადაც მოხდა დარღვევა. აფრასიძე ბურთით ხელში. ჩავარდნენ ყვესელაძე 10 წუთიდან 10 წუთის დასვენებამ როგორც ჩანს ენერგია შემატა, კარგი კონტაქტი მიცა ერთი და ბურთი სად არის, მთავარი ეს არის, ბურთი არის
ბურთი შემდეგ არ გაათავისუფლა როგორც ჩანს კვესელაძემ და დაკარგა იმის გამო რომ ვიღაცა რომელიღაც ბაგრატის მოთამაშე ძალიან კარგად ჩაუჯდა ამ ბურთში. ჩაეზიარა როგორც უყვართ ხოლმე თქმა ჩემს კოლეგას ზალ გიგინეიშვილი. ფეხის დარტყმის პასუხისმგებლობა ჯინჭველაშვილის გასვლის შემდეგ დაეკისრა სერგო კვერნაძეს 15 ნომერს ფულბექს, რომლის ამოცნობაც არ არის რთული, მას საკმაოდ ხშირი წვერი და შავი ჩაფხუტი ახურავს. და არც თუ ისე ცუდად დაარტყა, უნდა აღინიშნოს, თუდად კი არა, ძალიანაც კარგად დაარტყა. კვერნაძემ გადმოიტანა მეტოქის ნახევარზე და გადააცილა 10 მეტრიან ზონასაც. აქ ბურთი უნდა ააგდონ დერეფანში ბაგრატის მოთამაშეებმა და შეუწიონ საკუთარ ერთ-ერთ ბოლო შანსს. იქით ხედავ სასტრაფო მანქანა გამოჩნდა, როგორც ჩანს რომელიღაცა მოთამაშე მართლაც სერიოზულადაა დაშავებული. ხომ არ არის ეს სწორედ წეღან გაყვანილი რეზი ჯინჭველაშვილი. ხელიძე აგდებს ბურთს, რადგანაც გუდავა გავიდა მოედნიდან. რა თქმა უნდა გუდაძეზე შემდეგ მიიღო ბურთი კვერნაძემ და იქვე დაარტყმევინა ცირეკიძეს. ისევ კვერნაძე გაშალა თამაში და ბაკურგოშაძე. არა უკაცრავად ცნობილაძე უნდა ყოფილიყო, ეს უართები ცენტრში სწორედ იდგას. ბოგვერაძე, რომელიც პირველივე წუთიდან თამაშობს და კარგადაც თამაშობს, უნდა აღინიშნოს. ტორაძე დააბნია იმან, რომ მისმა წინა ორმა მოთამაშემ უცებ ფრენბურთის ილეთების ჩატარება გადაწყვიტეს, ჯერ ფრუიძემ, შემდეგ ვეღარ დავინახე ზუსტად ვინ, მაგრამ ფრუიძეს ძალიან სათუო ბურთი მიუვიდა, ერთ ხელში ათამაშებული, შემდეგ მეორე ხელში და საბოლოოდ ვეღარ დაეუფლა ტორაძე, იქ კი მართლაც მიყავთ მე მგონი ჯინჭველაშვილის სასტრაფო მანქანა. ისე არ გამომივიდეს, რომ სხვა იყოს და ჯინჭველაშვილს დავაბრალო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სწორედ ის არის, რადგან ჩემგან შორეულ კუთხეშია, შორეულ მხარეს ხდება ეს. უბუტეიშვილი გადასარევია ამ შეხვედრაში დერეფნებში თამაშისას განსაკუთრებით. აქ კი მოხდა ის, რომ იყო ბლოკი, ეს იყო უნებლიე ბლოკი, ეს არ იყო განზრახ ბლოკი, შესაბამისად დაისაჯა შერკინები და არა ჯარიმით, თუმცა ბურთი გადაეცათ ბაგრატის მოთამაშეებს. ტრიბუნები კი არ ცხრებიან და რა ჩააცხრობთ, მათ გუნდს პირველ თამაშივე აქვს შანსი, რომ მოუგოს 4 გზის ჩემპიონს და მოქმედ ჩემპიონს და ეს შანსი ძალიან აღაფრთოვანებს ტრიბუნაზე შეკრებილ გულშემატკივარს. ეს შანსი იძლევა ასევე იმის შანსს და იმის იმედს, რომ მთელი სეზონის განმავლობაში გუნდი იქნება მართლაც ბრძოლისუნარიანი. ამიტომ, რა თქმა უნდა, გახარებულია ბაგრატის გულშემატკივარი. ოსაბერიძეს კი არ ეძლევა შანსი, რომ შეაგდოს შერკინებაში ბურთი და მეორედ მოუწევს ამის მცდელობა. ახლა რა ხდება? ცოტა შეყომდა იმ ადგილას თამაში, რაც ოდნავ აგდებს მატჩის ტემპს. ჩვენ კი ფინიში სწორედ ცეცხლოვანი და ესეთი გჭირდება ენერგიული. აქ დაჯარიმდნენ შერკინებაში ჩავარდნისთვის ლელოს მოთამაშეები და შანსი იმისა, რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდნენ ერთი ნორმალური კარგი დარტყმით ბაგრატის მოთამაშეები მეტოქის ლელოს ხაზთან. კვერნაძემ არ დაიწყო ველოსიპედის გამოგონება და არტყა ისე, რომ ნამდვილად გადასულიყო ბურთი კიდეზე, გადაიტანა 22 მეტრიანი ხაზზე, მოდი ასე ვთქვათ პირდაპირ და ერთ-ერთი უკანასკნელი შანსი ბაგრატისა, რომ მოიგოს ეს შეხვედრა. ამისთვის კი საჭიროა შეგახსენებთ ლელოს დადება, შემდეგ კი გარდასახვის ზუსტად შესრულება. ხელიძე
ლევან თხელიძე 8 ნომერი, რომელიც ამჯერად უკვე ფუკერის ფუნქციებს ასრულებს. დააკეთებს ამას საკმაოდ ხარისხიანად. აქ ბურთი ხელიდან დაჭერილი ბურთი გადაუვარდა უბრალოდ ზვიად გუდაძეს დაუშვა შეცდომა, რომელიც აქამდე საერთოდ არ დაუშვა მთელი მატჩის განმავლობაში. და შემდეგ ამ წინ თამაშს მოყვა ჯარიმა. როგორც ჩანს, დრო გასულია, ისე გადააგდო ბურთი კიდეზე ზვიად მაისურაძემ. გაათამაშა. აფრასიძემ გაათამაშა და შეუტია გარბის რაძალი და ღონი აქვს, მისდევს მთელი მეტოქე გუნდი, გაატანა კვესელაძეს. უფრო გაბარიტულ და უფრო საიმედო ბურთის წამღებს. შემდეგ ლომთაძე, რომელიც დაბრუნდა სიმბინიდან. და აფრასიძის გადაწყვეტილება ნამდვილად თამამი და კარგი იყო. აფრასიძე ხმალაძე ვერ შეიმაგრა ბურთი ხელში და ჩაჭრაზე წამოსულ ტორაძე იყო თუ არ ვწდები, ვერ დავინახე ზუსტად მასაც არ გაუმართლა, არ მისდა სამწუხაროდ, არ გააკეთა პასი ხმალაძემ, არ მოხდა ამ ბურთის ჩაჭრა, გაიმარჯვა ლელოს არასესმა. შეიძლება ითქვას, რომ დამსახურებულად, მაგრამ რომ მოეგო ბაგრაც ისიც დამსახურებულად მოიგებდა ამის თქმა თავისუფლად შეიძლება. მეორე ტაიმი ჩააგდო, უნდა ითქვას ლელოს არასესმა, ეს არ იყო საჩემპიონო მატჩი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოიგო ტაბლოზე და ცხრილში იმაში ოკმში ჩაიწერა, რომ გაიმარჯვა ლელოს არასესმა ანგარიში 21-15 და აგრძელებს კლავაც წარმატებულ სერიას დიდი 10-ის გათამაშებაში. Thank you. აქვე გადავხედოთ გუნდებს, გადავხედოთ როგორ უხდიან მადლობას, როგორც მოთამაშეები გულშემატკივარს, ასევე პირიქით. მე კი გეტყვით, რომ დღევანდელი მატჩის დევი უნდა დავასახელოთ, რა თქმა უნდა ვერსია ბევრია, რადგანაც გამორჩეული და განსაკუთრებული არ იყო არც ერთი გუნდიდან ისეთი, რომ აუცილებლად უპირობო ყოფილიყო მისი წარმატება. შეიძლება და აუცილებლად გამოყოფა თხელიძისა და გუდაძის ბაგრატიდან, ასევე ჯინჭველაშვილის, რომელმაც შესანიშნავად ურტყა კარში, ასევე ძალიან კარგი იყო ბაკურ გოშაძე, რომელმაც არაერთხელ გაამწვავა ეს შეხვედრა, მაგრამ გამარჯვებული გუნდი არის მეორე და გამარჯვებული გუნდიდან უნდა დავასახელოთ მატჩის დევი და ეს მატჩის დევი ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით იქნება თორნიკე ბუბუტეიშვილი, რომელმაც უშველებელი მოცულობის სამუშაო შეასრულა. იყო ყველგან შეიძლება ითქვას, მისი მოპოვებული ბურთები დერეფნებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაშინაც კი როდესაც ორი ჰუკერი დაკარგა ლელოს არასესმა, ამიტომ დღეს გადავწყვიტეთ, რომ სწორედ მას მივანიჭოთ მატჩის დევობა. თორნიკე ბუბუტეიშვილი, ლელოს არასესის ნომერი 6 დღევანდელი ჩვენი რჩეულია. ჩვენ კი ულოცავთ ლელოს არასეს ამ გამარჯვებას. დიდი მადლობა ორივე გუნდს შესანიშნავი წარმოდგენისთვის, დიდი მადლობა ბაგრატს კარგი დახვედრისთვის და ლელოს არასენს ბრწყინვალე გამარჯვებისთვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ იმას, რომ დაიწყო ეროვნული ჩემპიონატი, დაიწყო დიდი 10 და ვიმედოვნებთ, რომ ის წინა გათამაშებებზე ბევრად უკეთესი იქნება. მე კი გემშვიდობებით, დროებით ხვალ შევხვდებით ისევ, როდესაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ქუთაისის აია, აქაური კიდევ ერთი გუნდი და ბათუმის ბათუმი. დროებით მომავალ შეხვედრამდე. მოდი აგე